სოფლიო პანდემიის დროს მოგიწია ქვეყნის უმსხვილესი ჰოსპიტალური ქსელის ხელმძღვანელობა. ასეთი ურთულესი გაკვეთილიდან რა წაიღე? ამან დამაფიქრა ძალიან ბევრ რაღაცაზე. დამანახა რამხელა ძალა აქვს, როცა რაღაც ადამიანურ ღირებულებას ცენტრში მოაქცევთ და როგორ შენ მოყვება ეს 8000 თანამშრომელი, როგორც თითქოს როგორც ერთი ორგანიზმი რა. ესეთ დროს შეუძლიათ მათ რეალურად სასწაულები აკეთონ და მე ეს დავინახე. მენეჯმენტი უნდა იყოს ენერგიის გამცემი, ხო, ორგანიზაციაში და არა წამრთმევი. პროაქტიული ადამიანები საკუთარ ამინს თავად თვითონ შიგნით დაატარება. წვიმა, მზე, ქარი, ეს არის რაღაც ობიექტური მოვლენები რა და შენზე რამდენად ზემოქმედებს ეს და რამდენად ტრაგიკულად აღიქვამ ამ მოვლენებს, ეგ მეც მგონია რომ ძალიან მნიშვნელოვანია. მაგ ეპოქაში, როცა ქუჩის ცხოვრება ძვინვარებდა და რაღაც დონეზე რომანტიზებულიც კი იყო და შეიძლება კარგათაც კი ითვლებოდა ეგ, შენ ამ დროს ხვაგზას დაადიქი. იქ მე შემეძლო ყოფილიყო მსხვერპლის როლში, მაგრამ მქონდა არჩევანი რა. ყველანაირ მოვლენაში არის თუ არა ეგ რაღაცა? უფრო დიდი. ნებისმიერი რთული გამოწვევა და გამოცდილებაც კი მე მაქვს რესურსი რომ გამოვიყენო ჩემი ზრდისთვის. სალამი გიორგი. სალამი. სალამ დავიწყებთ, მინდა გითხრა რომ ნამირვას უგემრიელესი გაფილტრული წყლით გიმასპინძლებით. შემიძლია დაგიდასტურო ლევანი, იმიტომ რომ დავლიე და მართლა ძალიან გიგია. მშვენიერი და გადასარი. შეგვიძლია დავიწყოთ პირდაპირ. კი. ხო, აი მე მაგ კითხვა შენთან გიორგი რა. შენ გაკ უნიკალური რაღაცა. ბუკვალურად 100 წელიწადში ერთხელ რო ხდება ეგეთი რაღაცა. სოფლიო პანდემიის დროს მოგიწია ქვეყნის უმსხვილესი ჰოსპიტალური ქსელის ხელმძღვანელობა რა და მე შორიახლოდან გიყურებდით შენ და შენ კოლეგებს და გიყურებდით როგორ იბრძოდით, ბუკვალურად იბრძოდით და მართლა კიდევ ერთხელ მინდა მადლობა მაგისთვის გადაგიხადოთ და თან მინდა კითხო რა, ასეთი ურთულესი გაკვეთილიდან რა წაიღე? მოგესალმებით პროექტში ლევან. გივიკო, მადლობა მოწვევისთვის. ჩემთვის ძალიან დიდი პატივია და ამავდროულად არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა დღეს თქვენთან ერთად ყოფნა. და მივესალმები ყველას, ვინც გვისმენს და ვიყურებს. პირველ რიგში შენ კითხვას რო დავუბრუნდე გივიკო, ესეთ შეფასება იყო, მადლობაც უხერხულადაც ვიგზავნე თავი რაღაც უნიკალური პროექტში ხო თითქოს რაღაცა ჩემში დაინახე უნიკალური რაღაც ესე ხო და ამიტომ ხო არ ვიცი ნამდვილად რა წავიღე, რა ვისწავლე ამ გამოცდილებიდან. ეს იყო ნამდვილად ჩემთვის ცხოვრებაში ძალიან რთული გამოცდილება. იმ პერიოდში ვიყავი ძალიან ფოკუსირებული საქმეზე, იმ ამოცანაზე, რასაც ვასრულებდით ჩემს გუნდთან ერთად. მათ გარეშე შეუძლებელი იქნებოდა ამ პერიოდის გავლა, საკმაოდ რთული პერიოდი გავიარეთ, მაგრამ თვლი რომ ჯამში ალბათ რაღაც საკმაოდ შეძლების დაგვარად ეფექტურად იმართა საქართველოში ეს სიტუაცია. თუმცა ამან დამაფიქრა ძალიან ბევრ რაღაცაზე მე მას შემდგომ განსაკუთრებით, მათ შორის უფრო მეტად გამხარდა ჰუმანური, უფრო მეტად გამიჩინა საკუთარი თავის მიმღებლობა და უფრო მეტად სურვილი რომ მეტი მესმინა საკუთარი თავისთვის, საკუთარი სურვილებისთვის, უფრო მეტად დამენახა ადამიანებში ადამიანი და ადამიანებში ზუსტად რომ თქვა human being ადამიანურობა რა. ვიტყოდი რომ ეს იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რაც წამოვიღე. და უფრო მეტად დამაფასებინა ჩემს გარშემო ჩემი საყვარელი ადამიანები, მეგობრები, მშობლები, ნათესავები, შვილი თუ ყველა ძვირფასი, ვინც გარშემო მყავს, კოლეგები და მეგობრები რა. ანუ უფრო მგონია რომ ამ გამოცდილებამ უფრო მეტად ჰუმანური გამხადა, ვიდრე შეიძლება მანამდე ვიყავი რა. მე შემეხმიანაგეთ რაღაცა რომ მე და შე როდესაც ერთად დავიწყეთ მუშაობა, ზუსტად მაგ პერიოდიდან რაც გამოსვლის პერიოდი იყო და მახსოვს ყველაზე მეტად რაც მომეწონა და რის გამოც ჩამოგართვი მაშინ ხელი იყო რომ ძალიან საინტერესო ტრანსფორმაციას ჩაუდექი სათავეში, რომელიც ზუსტად ადამიანის ცენტრში მოქცევაზე იყო ორიენტირებული ორგანიზაციაში და არა რიცხვების და პირიქით რაღაცა ხო ინგლისურად human centric არის და ქართულად ალბათ ადამიანი რო ცენტრში მოაქციო და ეგ იყო მაგის ბიძგი ასე თქვათ კოვიდის გამოცდილება რომ მაგას უფრო თამამად შეეჭიდე.
კი, ლევან, სწორად გაიხსენე შენ. ეგ იყო ალბათ ერთ-ერთი კიდე ბიძგი მიმცემი, თუმცა ეს პროცესი მანამდე იყო დაწყებული კოვიდამდეც რა, ეს მე პირადად გარკვეული პროცესები დავიწყე 2014 წლიდან და შემდგომ უფრო და უფრო ხმავდებოდა ეს პროცესები, თუმცა კი ნამდვილად ესე იყო კოვიდმა ამანახა განსაკუთრებით, როდესაც ადამიანს მოაქცევ ცენტრში, რამდენად და ამას სწორად აკომუნიცირებ შენ და ძალიან რთული იყო მაშინ 8000 თანამშრომელი ყავდა და 8000 თანამშრომელი დააკონსოლიდირო და ყოველდღიურ რეჟიმში აკეთონ მათ ისეთ რთულ ვითარებაში, ისე ანთებულების რაღაცა, ხო? ამად ამანახა რამხელა ძალა აქვს, როცა რაღაც ადამიანურ ღირებულებას ცენტრში მოაქცევთ და როგორ შენ მოყვება ეს 8000 თანამშრომელი, როგორც თითქოს როგორც ერთი ორგანიზმი რა. და მათ ესეთ დროს შეუძლიათ მათ რეალურად სასწაულები აკეთონ და მე დავინახე იმ პერიოდში და მე რა თქმა უნდა ეს იყო კიდევ ერთი დამატებითი ბიძგი იმ პროცესების დაძვრის მე უფრო აქტიურად რაც შენ ახსენე ამ წუთას. მიხრაშ გამახსენდა იცი და ეთყობა დამილაგდა ეს. ანუ კოვიდის დროს რაღაცნაირად გაგვიჩნდა ადამიანებს ბუნებრივად საერთო საზრისი რა. ერთი რაღაცა კონკრეტული მისია, რომელიც ყველას გვეხებოდა და შესაბამისად ყველა მაგას ვიჭიდებოდით. და დაგანახა მაგან ეს ადამიანების ჯადოსნობის ზალა რა, მაგრამ როგორც კი ეს ბუნებრივი საერთო მეტნაკლებად ადვილად აღსაქმელი მისია ქრება, მე იწყება სირთულე, იმიტომ რომ ორი ნაწილი მე შეგვიძლია. ხო. ნამდვილად. მან რას იტყოდი რა, აი იმიტომ რომ მქონდა რა, ჩემთვის რთული იყო, რა მე და შენ ერთად რას ვაკეთებდით, მე პირადად ჩემ ნაწილში წარმატებას ვერ მივანიჭებდი მაგას რა, რაღაც დონეზე გამოგვივიდა, მაგრამ რაღაც დონეზე არ გამოგვივიდა. ისე ყოველ შემთხვევაში როგორც მე მინდოდა არ გამოვიდა რა და ჩემთვის დიდი გამოწვევა ზუსტად ეგ იყო რა, ამ საერთო ხედვის და მიზნის კომუნიცირება და შენთვის როგორი იყო ეგ რა იყო როგორც CEO-სთვის მაგ დროს ყველაზე დიდი გამოწვევა ძალიან რთული გამოწვევა იყო რა სამბობ, იმიტომ რომ განსაკუთრებით მაშინ როდესაც ადამიანები ერთიანდებიან ისეთ მარტივად შედარებით გასაერთიანებელ ღირებულებაზე, როდესაც არის ანუ რეალურ საფრთხეს ხედავენ სიცოცხლის და ჯანმრთელობის, ხო, ქალების, ბავშვების, მშობლების, ოჯახის წევრების ძალიან მარტივია რა და აი ამიდან მე გადასვლა კიდევ ისეთი რამე იპოვო, ხო, რაზეც კიდევ უფრო მეტად მოკიდებ ხელს, არის ბევრად უფრო რთული და ზუსტად იგივე შემთხვევა არის, საკმაოდ ხშირად ემართებათ ხოლმე სხვათა შორის ჯარისკაცებს, ხო, ომიდან რო ბრუნდებიან, აი ძალიან დაკარგულები არიან, მარტო ეს არ არის მარტო ტრაუმული გამოცდილება, მათ შორის არის იქ აქვთ ეს ძალიან დიდი ენერგია, ძალა პოულობენ თავის თავში, იმიტომ რომ იბრძვიან რაღაც დიდისთვის, მაგრამ ყოველდღიურ ცხოვრებაში მე რა ძალიან რთული. დაახლოებით ამას შევადარებდი მე იმ მომენტს და ამიტომ იყო განსაკუთრებით რთული, მაშინ შეიძლება მე ესე არ ვფიქრობდი რა აი ამ კუთხიდან და უფრო რადგან ხედავდი ამ ენერგიას, ჩემი მაშინდელი мотиваცია უფრო იყო, რადგან ხედავდი ამ ენერგიას, მე არ მინდოდა ამ ენერგიის დაკარგვა რა. თუმცა ეს რომ უფრო რთულია იმ მოცემულობიდან, ვიდრე ნოლიდან, ხო, იმ მომენტში შეიძლება ეს არც კი მეფიქრა რა, რეალურად რო თქვა. თუმცა ნუ სამი რამეა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ზოგადად ნებისმიერი საქმის წარმატებაში და ბოლომდე მიყვანაში რა. ეს არის ხედვა, ენერგია და გეგმა. ანუ შეიძლება გქონდეს ხედვა და გქონდეს გეგმა, მაგრამ თუ არ გაქვს ენერგია, იმას ვერ განახორციელებ. ამ პირიქით რა. ეს სამი გჭირდება ერთად რა. თუ არ გაქვს ხედვა, შეიძლება გქონდეს გეგმა და ენერგია, მაგრამ საერთოდ არასწორი მიმართულებით მიდიოდე ამ პირიქით რა. ანუ ეს სამი ჩემთვის არის გარკვეულწილად იმასავით რა. როგორ თქვა, კომპასის გამასწორებელი სამკუთხედი, იმიტომ რომ ნებისმიერი ორით ან ვერ აკეთებ, ან არასწორი მიმართულებით მიდიხარ და ძალიან მნიშვნელოვანია რომ იპოვო ის რესურსები, რომელიც შენ ამ სამ რამის გიკვებავს, განსაკუთრებით ენერგიის ყვევავი რესურსები, იგივე ვთქვათ, პირიქით ხედვის და ასე შემდეგ რა, რომ ამას დისციპლინირებად მიყვე რა და იმ მომენტში იყო ასევე ენერგიის ნაკლებობაც პრინციპში, ხო, იმიტომ რომ ეს 4 წელი თუ რაღაცა ძალიან დიდი ენერგია ჩაიდო და ეს ენერგია რო შენ კიდევ ხომ ეს არ არის მხოლოდ ერთი ადამიანის ენერგიაზე, თუმცა ამ შემთხვევაში მენეჯმენტის ენერგია ყველაზე მეტად განსამსგვრელი, იმიტომ რომ ეს მენეჯმენტი უნდა იყოს ენერგიის გამცემი, ხო, ორგანიზაციაში და არა წამრთმევი რა და ისედაც დაღლილი 4 წელი ყველა დაღლილი, ხო, რეალურად თანამშრომლები და კიდე შენ იპოვო ის
აი ეს კიდე რა ჩამნაცვლებელი ღირებულება, რომელიც ამ ენერგიას კიდე შეინარჩუნებს, ხო? ეს იყო ალბათ ყველაზე რთული გამოწვევა და ამიტომაც რაღაცას ვახერხებდით და რაღაც შეთქმის რაღაც რაღაც შეიძლება ბოლომდე ისე კარგად ვერ მოვახერხეთ, როგორც გვინდოდა რა. ხო, მაგას მაინტერესებდა, რომ ჩემთვის რაღაც თითქოს ენერგია საკლებობა არ იყო, თითქოს ხედვა იყო, მაგრამ მე გავიჭედე იმაში, რომ ის რამე რა ის ქონდა, რომ თქვი რატო ვერ ხედავთ ამას. რაღაც იქ და იგი იყო ჩემთვის გამოწვევა, მან გავიჭედე რა, ვერ არ გამომივიდა რა და შენ მაგიტომ მაინტერესებდა. შვენიერი. ეგ ბარემ ვიტყვი, რომ დღევანდელი ჩვენი საუბრის ასე ვთქვათ ფონი არის სტეფენ კოვის ძალიან პოპულარული, უაღრესად პოპულარული წიგნი, 40 მილიონი ეგზემპლარად გაყიდული წიგნი, მაღალეფექტური ადამიანების 7 ჩვევა და ესეთი ჩვენს წარმოდგენაში ძალიან ახლოს არის შენი კარიერა ამ მაღალეფექტიანი ადამიანის დეფინიციასთან რა და რა მინდა იცქითხო ლიდერობა ესეთი ტერმინია რა ცოტა მოკლედ რა მაღალფარდოვანი ტერმინია მოდი ესე ვთქვათ რა და კოვიც მაგას ამტკიცებს რომ პრინციპში ლიდერობა პირველ რიგში სანამ თანამდებობა რაღაც ტიტული გექნება რაღაც ეპოლეტებს დაკიდებენ და შემდეგ რაღაცა შიგნიდან იწყება რა და ამ შიგნიდან დაწყებულ ლიდერობას კოვი ეძახის პროაქტიულობას სწორი ალბათ პროაქტიულობას ხო ხო მოკლედ პროაქტიულობას რა და მე მინდა რომ შენი ხედვა და აღქმა გავიგო აი თუნდაც აი ამ რჩევასთან დაკავშირებით რა ანუ შენ რაში აღიქვამ ამ პროაქტიულობას და რაში გამოვლენილა შენ ცხოვრებაში რა ჩემ ცხოვრება ანუ ესე პროაქტიულობა და პასუხისმგებლობის აღება არის ჩემ ცხოვრებაში ალბათ ცხოვრების ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მთავარი როგორ თქვა ჩემი მთავარი ხასიათი ან ღირებულება ასე რომ ვთქვათ რა ეხა განსაკუთრებით ყველა ადამიანი ვინც ახლოს მიცნობს მაგას გამოყოფს ჩემში და ანუ არის ჩვენ მე ძალიან მჯერა და ამ წიგნში საკმაოდ ბევრი ამაზე საუბარი რომ ჩვენ შეგვიძლია ცხოვრებას შევხედოთ როგორ მსხვერპლის როლიდან ხო და ჩვენს გარშემო რაც ხდება ძალიან ბევრი დავაბრალოთ სხვადასხვა მოვლენებს აი რა ვქნათ ეხლა კოვიდია რა ვქნათ ეხლა ჩემი შვილი ესე მელაპარაკება ის ეხლა თინეიჯერია ესეც უთხასიათზეა ეხლა ცუდი ამინდია იმან ეს ეკნა ხო ეს არის ძალიან ჩვეულებრივი ადამიანური ყოველდღიური ფრაზები თუმცა კოვი ამბობს ამას და მე ძალიან ვიზიარებ ამ ნაწილს რომ ეს არის მსხვერპლის როლიდან დანახული სამყარო ასე ვთქვათ რა და რეალურად იყო პროაქტიული და პასუხისმგებლობა აიღო ნიშნავს რომ შენ არ საერთოდ ანუ სანამ მივალთ პროაქტიულობამდე ერთი ჩანართია მნიშვნელოვანი რომ ძალიან მნიშვნელოვანი ასე კოვიდითაც იწყებს საერთოდ ამ წიგნს ani პარადიგმის ცვლილება რა თუ ჯერ პარადიგმის ცვლილება თუ არ მოვახდინეთ ხო პროაქტიულობამდე მისვლა ძალიან რთულია რა და პარადიგმის ცვლილება გულისხმობს რომ და ჩემთვის ეს ასევე ძალიან ღირებულია რომ ერთდღე მოვლენას ადამიანები სხვადასხვანაირად ხედავენ რა ადამიანი რომელიც არის მაგალითად და ვართ თუ ვართ ყველანი ვართ სხვადასხვა დროს სხვადასხვა ფაზაშია თავარია რომ ვიცნოთ საკუთარი თავი როდის სად ვართ რა თუ ხედავთ რომ აი მაგალითად გარეთ წვიმს და ცუდი ამინდია და მე ჩემს ხასიათზე აისახება ან რა მზეანათებს და უკეთეს ხასიათზე ვარ ხო ესეც ძალიან ნორმალური მოვლენაა მაგრამ კოვი ამბობს რომ პროაქტიული ადამიანები საკუთარ ამინდს თავად თვითონ შიგნით დაატარებენ რა და მე ძალიან ჯერა მისი ხანდახან გამომდის ხანდახან არ გამომდის ბუნებრივია მაგრამ პროაქტიულობა იმას ნიშნავს რომ შენ აიღო პასუხისმგებლობა შენ საქციელზე შენ არ მიაქციო ყურადღება რა ხდება მიაქციო ყურადღება რა ხდება გარეთ ბუნებრივია მაგრამ არ იმოქმედო იმპულსურად გარე ფაქტორებზე რაღაცა მომენტში აიღო მიცე საკუთარ თავს რაღაცა მცირე მომენტი სადაც მოახდენ დაკვირვებას სანამ მოქმედებას განახორციელებ აირჩევ რეალურად რაც გსურს იმ მოქმედებას და შემდგომ უკვე პასუხისმგებლობით იმოქმედებ და არ დააბრალებ გარეშე ფაქტორებს პირობითად რაღაცა წარმატებას თუ წარმატებულობას იმიტომ რომ გეცოდინება რომ ყველაფერი რაც შენ ცხოვრებაში ხდება შენი პასუხისმგებლობით და შენი პროაქტიულობიდან გამომდინარეობს ხო პრინციპში მე ვიზიარებ ახლა შენ რაც ისაუბრე
ზუსტად მაგ ფორმატში ვიზიარებ რა. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარი აღქმების მართვის ტექნიკა და ვარქვათ თუ ხელოვნება არ ვიცი და რაღაც შემეხო ეს მაგალითი რომელიც მოყვანილია და რომელიც ჩვენ მოიყვანე ამიტომ ერთ-ერთი მაგალითი ხარ ამის ნამდვილად სამაგალითო ხო აი რაც შემეხო იცი ანუ ისეთი მაგალითია რა მე ესე აღვიქვამ რა იმ დღესაც მქონდა საუბარი რა რომ წვიმა მზე ქარი ეს არის რაღაც ობიექტური მოვლენები რა და შენზე რამდენად ზემოქმედებს ეს და რამდენად ტრაგიკულად აღიქვამ ამ მოვლენებს ეგ მეც მგონია რომ ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან ვიზიარებ შენს სულისკვეთებას ამ მიმართულებით რა. გამარჯვება გაზიარებით იწყება. მე ძალიან გამეხარდა რომ ჩვენმა თანამოაზრე სოკარმა ზუსტად ეს სლოგანი აარჩია თავისი საოცარი გათამაშებისთვის, რომელიც იწყება 1 ივნისიდან და გაგრძელდება 31 აგვისტომდე. სოკარი ათამაშებს 92 კვადრატულ მეტრ ახალ აშენებულ ბინას, ახალ ელექტროავტომობილს და 3 ფულად პრის 10,000 ლარის ოდენობით. და შენ შეგიძლია გახდე ეს იღბლიანი გამარჯვებული, რადგან 1 ივნისიდან 31 აგვისტომდე ყოველ 15 ლიტრ საწვავზე ან 15 კუბურ მეტრ გაზზე მიიღებ გათამაშების 1 ბილეთს. ამისათვის კი საჭიროა რომ შენი ენერჯი ბარათი კონდეს დამატებული სოკარის განახლებულ აპლიკაციაში. და თუ ჯერ არ გაქვს ენერჯი ბარათი, მაშინ ვიდეოს აღწერაში მითითებული ბმულით გადმოწერე სოკარის განახლებული აპლიკაცია და უცებ შექმენი ახალი ენერჯი ბარათი. მაგრამ ამით არ სრულდება ყველაფერი. იმიტომ რომ გათამაშების პერიოდში შენ გაქვს შანსი ყოველდღიურად მოიგო მომენტალური პრიზები, ენერჯი ბარათის ქულები ან ვეიმარტის ვაუჩერები. და ეს პრიზები ან შეგიძლია დაიტოვოს შენთვის, ან გაუზიარო სხვას და სანაცვლოდ დამატებით მიიღო გათამაშების კიდევ 5 ბილეთი. რადგან გამარჯვება გაზიარებით იწყება. დეტალები ვიდეოს აღწერაში. მიუხედავად იმისა, რომ არ მიყვარს ხოლმე გამორჩევა, მაინც ადამიანური მომენტი არის. რაღაც 7 ჩვევაზე არის ლაპარაკი და ერთ-ერთი არის ზუსტად ეგ ამბავი რა, პარადიგმის ნაწილზეა საუბარი და ამ პროაქტიულობაზეა საუბარი და შენი საზრით სად დააყენებდი მაგას, ანუ საფუძველი არის თუ არა ეგ საერთოდ ყველაფრის სანამ დანარჩენ რაღაცებზე ისაუბრებ, რომ ეგ გაითავისო ჯერ რომ შენ და შენი ცხოვრება შენ ხელში არის რეალურად რა. ხო, მიუხედავად გარემოებები როგორ მოქმედებს, იმიტომ რომ მოქმედებს გარემოებები და მაგას ვერ გაიქცევი ვერსად რა. უბრალოდ არჩევანი ყოველთვის გრჩება რომ შენ რაღაცა გააკეთო. ვფიქრობ რომ ზოგადად თავისუფალი არჩევანი და თავისუფლება საერთოდ შეიძლება სხვა პოდკასტის კიდე ცალკე საგანი იყოს ისეთ თემებს ვიხებით რომ ცოტა საფრთხილოა რა და სამართლა ის არის რომ მაგაზეც კიდე ცალკე ძალიან ისეთი შეხედულებები მაქვს ჩემი რა და შეიძლება სხვა დროს გავარჩიოთ, მაგრამ მაინც მჯერა რომ იმ მოცემულობაში რა მოცემულობითაც ვართ იმ ტრამვებით როგორც ვიბადებით და იმ გარემოებში რაც ვიზდით ჩვენ გვაქვს რესურსი, რომ ჩვენ რაღაც მომენტებში გავჩერდეთ, დავაკვირდეთ საკუთარ თავს, ვიგრძნოთ და შევიგრძნოთ რეალურად რა გვინდა და გაცნობიერებული არჩევანი გავაკეთოთ. ეს არჩევანი ჩვენი წარსულის ნაკარნახევი იქნება მაინც, მაგრამ ჩვენი იქნება და პასუხისგებლობას ავიღებ, რომ ჩემი წარსული რაღაცებიდან მოდის, შეიძლება ეს არჩევანი მე კი არ გავაკეთე, გამაკეთებინა ჩემმა გამოცდილებებმა, მაგრამ ჩემია და მე პასუხისგებლობას ამაზე ვიღებ. და მე თუ ესე ვფიქრობ, მე შესაბამისად პასუხისგებლობას ვიღებ იმაზეც, რაც ცხოვრებასაც ვქმნი და რასაც ვაკეთებ რა. შენ ბანაკში ვარ, თეორიულად წარმოვიდგინე ეს დიალოგი, რომ შენსა და ვის შორის მიდიოდა რა, მე შენ ბანაკში ვარ რა, მაგას ვამბობ რა და მაგას ვამბობ და პლუს კიდე კოვის მოვიშველიებ, რომელიც ძალიან მაგრად აფორმულირებს რა. სტიმულსა და ქმედებას შორის არის რაღაცა პაუზა რა და აი იმ პაუზაში არის ჩვენი გამარჯვებები და ჩვენი არჩევანი რა. ხო, და ეგ სტიმულსა და ქმედების შორის როგორ იმის გამოდის, ხო? ფრანკლის არის. ფრანკლის არის, ხო, ეგ თავისუფლება. ამ შემთხვევაში კოვის მივაწერე რადგან ყველაფერი და მეც ვიზიარებ მაგას და მინდა თქვა აუცილებლად რომ აი ორი ძალიან ისეთი პრაქტიკა დღესაც მაგდა მქონდა ცხოვრებაში და ენერგილი აი კონკრეტულად მაგ მომენტზე რა. სპეციალურად ერთმა ძალიან ჭკვიანმა ჩემთვის ძალიან საპატივცემულო ადამიანმა, რომელსაც მე პატივი მქონდა რომ მასთან რაღაც შეხებები მქონოდა კარიერიდან გამომდინარე. ასეთ არ იყო მაშინ კოვიზე საუბარი, ისე მითხრა რა, რომ გიორგიო სანამ რაიმე ქმედება, სანამ ვინმესთვის რაიმეს პასუხს გადაწყვიტაო. ორი წამით ღრმად ცხვირი ჩაის უნთქეო რა. იმიტომ რომ სულ ესეთი ვიყავი ბავშვობიდან ასე ვთქვათ რა და
და ერთი ეს არის აი ორწამიან ჩასუნთქმას, ანუ გარე მოვლენასა და ქმედებას ან ნათქვამს შორის, აი ორწამიან, ერთწამიან ღრმად ჩასუნთქმას აქვს ჯადოსნური ეფექტი ჩემთვის ყოველ შემთხვევაში რა, რომელიც ეს არის მომენტი ჩემთვის ერთი და პრაქტიკა, ასე ვთქვათ, რომელსაც ხანდახან არ გამომდის, მაგრამ ვცდილობ რომ გავიმეორო ხშირად, შესაძლებელი დაგვარად. და მეორეა, როდესაც მინდა ვიღაცასთან საუბარი. ეს შეიძლება იყოს თანამშრომელთან უკავშირის მიცემა, შეიძლება იყოს მეუღლესთან საუბარი რაღაც თემაზე, მნიშვნელოვანზე ურთიერთობის შვილთან, თინეიჯერთან თუ არ აქვს მნიშვნელობა რა. მაგრამ ეს წიგნი ჩემთვის უნიკალური, იმიტომაც არის ერთ-ერთი, რომ ეს არ არის აუცილებლად ლიდერის ან კომპანიის ქმედებები, ეს ცხოვრების ნებისმიერ დომეინში, ასპექტში, ხო, როგორ უნდა იოპერო, არის აბსოლუტურად ცხოვრებაზეა და არც მჯერა რომ 40 მილიონი რაიმე გაიყიდება რა და პლუს ნახევარი საუკუნე ისეთივე აქტუალური იქნება და დღეს მგონია რომ კიდევ უფრო აქტუალურია 21 საუკუნეში ვიდრე რომ მაშინ როცა დაიწერა რომ თუ ეს არ არის უფრო ღრმა ვიდრე უბრალოდ ტექნიკები რა 100% და ყოველთვის ვცდილობ ხოლმე განწყობის გადამოწმებას თუ ვაპირებ ვიღაცასთან საუბარს რა გინდა მეუღლესთან გინდა შვილთან გინდა თანამშრომელთან უკავშირზე რა და განწყობის განზრახვის ბოდიში განზრახვის გადამოწმება რა. იმიტომ რომ ხშირად თუ არ თუ აი მე ხა ჩემს შვილს იმიტომ უნდა რაღაცა შენიშნო უთხრა თუ რაღაცა დაველაპარაკო იმიტომ რომ მისთვის კარგი მინდა და ეხლა მე და რეალურად აი სუსტად 2 წუთი თუ ეს რა თქმა უნდა ამას ამ დროს გამოვყოფთ თუ მნიშვნელოვანია ჩვენთვის ხო ეს ადამიანი თანამშრომელი კოლეგა მეგობარი შვილი თუ ცოლი ხო 2 წუთს თუ გამოვყოფთ იმისთვის რომ ცოტა ხანი გავჩუმდეთ აი მცირე მედიტაციასავით გააკეთო და უსმინო საკუთარ თავს ხშირად აღმოაჩენ რომ არაფერი იმისთვის კარგი მომენტი არ არის გაფრაზებული ხარ რაღაცაზე გინდა რომ ან შენიშნო მიცე ან შენიშნო მიცე ან თანამშრომელი თუ არა მით უმეტეს დაქვემდებარებული აგრძნობინო რომ მასზე მდგომი ხარ და რაღაცნაირად დაჩაგრო ანუ ძალიან ხშირ შემთხვევაში ამიტომ და ჩვენ რაც უნდა ტკბილიანით ვისაუბროთ ესეთ დროს ხო სამწუხაროდ ყველა ადამიანი მით უმეტეს თუ ეს დაქვემდებარებულია ის უბრალოდ ურთიერთობაში უფრო სენსიტიურია თუ შვილია ხო საერთოდ ხო აი იმდენად გრძნობენ იმ განწყობას რომ ჩვენ რაციონალურად რაც არ უნდა რომ აი მე ესეთი ჩემი შვილია და ხო კარგი მინდა მე მისთვის რა თქმა უნდა კარგი გინდა ზურგენ მაგრამ იმ მომენტში აი საერთოდ სხვა რამე ხდება რა და აი ამ თუ აი 2 წუთს თუნდაც უკავშირის შეხვედრამდე 2 წუთს დარჩები საკუთარ თავთან სიჩუმეში და განზრახვას გადამოწმებ ხო მე ხშირად გამეუქმებია ესეთ შეხვედრა რომ იმ მომენტში მე მithქვია რომ მე ამ წუთას რესურსი არ მაქვს რეალურად თურმე იმისთვის რომ მე იმ საუბრიდან თუ იმ შეხვედრიდან მივიღო ის რაც მართლა მინდა იმიტომ რომ მე მართლა კარგი მინდა ჩემი შვილისთვის მართლა კარგი მინდა თანამშრომლისთვის იმიტომ რომ კომპანია ხო და ამას თუ ვაცნობიერებ ხო და მნიშვნელოვანი ამ დროს არ შედგეს ეს ტიპის საუბარი ვიდრე შეიძლება საერთოდ სხვა რეალური განზრახვით და რაციონალურად საერთოდ სხვა რაღაცა გაპრავებებით ასე ვთქვათ სურვილების რა და ხო ესე ეხა შენ ეხა უცებ რო გისმენდი დამარტყა რაღაცნაირად თითქოს შეეხე იმ თემას რომელიც ერთ-ერთი ჩვევა მაგრამ არ არის უშუალოდ მაგაზე მაგ კუთხით დაწერილი რა ანუ რეალურად იგივეა შედეგიდან გამომდინარე დაიწყე ქმედება რა დაფიქრდი შედეგზე რას ხედავ შედეგად და იქიდან გამომდინარე შეცვალე შენი აქტივობა რაღაც უცებ ეცე გადამეთარგმნა და შემეხმიანა ის კი ხედვაზე საუბრობს საბოლოო ჯამში მაგრამ მანდაც გამოდგება რასერჩი პრინციპში კი გამოდგება იმიტომ რომ ყოველ აქ საუბრობთ უფრო გრძელვადიან ხედვებზე იდეაში, თუმცა ერთ-ერთი გრძელვადიანი ხედვა ვერ განხორციელდება მოკლევადიანი გეგმების და იმ გეგმების ხედვების გარეშე და ამ კონტექსტში თუ შევხედავთ, გეთანხმები აბსოლუტურად და ესეც შეიძლება იყოს რა, მაგრამ მომესმინა. ჩემთვის ხო, ეგ არის კიდევ ერთხელ ხშირად ადამიანებს გვაქვს ანუ ეს წიგნი არის იმიტომ რომ ცოტა ღრმა ფსიქოლოგიური ჩემთვის რა რომ ხშირად ადამიანებს საკუთარი სურვილები, საკუთარი შესაძლებლობები არ გვაქვს გაცნობიერებული, ვერ მოქმედებთ რაღაც ავტომატური ქმედებებით, გვინდა რაღაცა, საერთოდ სხვა რამეებს ვაკეთებთ, შედეგს ვერ ვიღებთ და ეს ჩემთვის ეს წიგნი, თქო გვინდა რაღაცა, არა კიდევ ერთხელ გვინდა რაღაცა მეუღლესთან ურთიერთობაში, თინეიჯერ შვილთან ურთიერთობაში, პატარა ბავშვთან, მეგობართან კიდევ ამ ურთიერთობაში
კარიერა, საქმე, ფული, კარიერა, საქმე, ფული, ყველაფერი, მაგრამ ამას ვერ ვიღებთ რატომღაც რა და ეს წიგნი ჩემთვის არის რესურსი, ერთ-ერთი, რომელიც აი ამ ყველა იმაში დაგალაგებიებს და ხო, შენ კითხვასაც მოკლედ რო უპასუხო, არის რაღაც კუთხით ეგ ნაწილიც რა ამაში. მე მაგ თემაზე მეგეთ დაკვირვება მაქვს და მინდა გავაზიარო რა რაღაცა დიდ მასშტაბზე როცა მუშაობს, ხო ეს ხედვა იქნება და მე უკან წამოსვლა იქნება თუ არა, რეალურად ყველა მინი მომენტი თავის კუთხით მასშტაბური მომენტი არის რა, ანუ იმ ხო დააპატარაო რა, მნიშვნელობა აქვს ხარა, ერთი დღე რო წარმოვიდინო რომ მთლიანი არის და ეგ არის მთელი შენი ცხოვრება, მე ის კონკრეტული მომენტიც რაღაცნაირი მნიშვნელოვანი ასეთ რაღაცებს მასშტაბირების ეფექტი არ ჭირდება. აი რა ხო რა, რაც გიორგიმ თქვა, იმდენად სიღრმისეული რაღაცებზე არის ეგ საუბარი, რომ ყველა სიტუაციას და ყველა დროით მონაკვეთს ერგება რა, ანუ შენ თუ გინდა საუბარი რაღაცა შედეგით, მაშინ რაღაცა ხედვა უნდა გქონდეს შენ ეს საუბარი, როგორ თავდება და რა შედეგს იღებ ამ საუბრიდან და მე გამოდიხარ უკან და მე ამოწვევ ეხა შენ ვაფშე მაგ შედეგის მიღწევისთვის ხარ თუ იქ შენი საკუთარი რაღაცა სიმართლის დამტკიცების რომ მე მქონია ხე რაც მოყევი მოყოლილიც ახლა მეგონი ერთ ეპიზოდში რა მქონდა სადაც მუშაობდით ერთად და ავაბრუნე ეგრე რა ტკბილად მოუბარიენით დავაბრუნე უკავშირი და საშინელი საუბარი შედეგა და მე ეგ იყო გაცნობიერება რომ ანუ უბრალოდ შევფუთე რა თორე რეალურად თითი დავაქნიე რა მაგიტომაც ამბობს რა სხვა შორის კი თქვით რომ თითქოს კოვი ესეთ კუთხეში მაგრამ ჩემთვის კოვი რომ ამბობს რომ inside out რა ანუ ჯერ inside ანუ შიგნიდან გარეთ რა ხო რომ ამბობს მაგას გულისხმობს ამაზე საუბარი შენ შიგნით თუ არ გააცნობიერე ჯერ საკუთარი თავის მასტერი თუ არ გახდი და არ მინდა გაიგოთ რომ მე რაღაც პრეტენზია მაქვს ამაზე არავითარ შემთხვევაში ძალიან ბევრი მკლია მაგაზე მაგრამ უბრალოდ მაქვს ეს გაცნობიერება საბედნიერო და მადლიერი ვარ რომ მაქვს ეს გაცნობიერება რა შენ თუ საკუთარი თავის მასტერი არ გახდი საკუთარი სურვილები საკუთარი განზრახვები საკუთარი საჭიროებები საკუთარი შინაგანი მდგომარეობა არ გააცნობიერე ის საერთოდ გარეთ გეუბნება რომ არ გახვიდე სახში დარჩი ცოტა ხანი სახში ეხა მე რაღაცე უცებ უკალ მინდა წავიდე რა, იმიტომ რომ ჩემთვის ეგ ძალიან საინტერესო გზა არის. ახალმა თაობამ შეიძლება არის, მაგრამ ჩვენმა თაობამ ყველამ ძალიან კარგად იცის 90-იანების საქართველო რა იყო და 90-იანების საქართველოში იოსებიზის ქუჩა რა იყო. შენ მან გაზრდილი ხარ მაგ ქუჩაზე თუ არ უცდები. და მაგ ეპოქაში როცა ქუჩის ცხოვრება მძვინვარებდა და რაღაც დონეზე რომანტიზებულიც კი იყო და შეიძლება კარგათაც კი ითვლებოდა ეგ შენ ამ დროს სხვა გზას დაადგე. მანდრა გამოწვევები იყო და რა არის ის რაც თუ გახსოვს არ ვიცი რა, ანუ აი რა დაგეხმარა რომ მაგ გზა გასაყარზე კარგი და მოწესრიგებულ გზას გაყოლოდი და არა ესი რა არის ხო ესე საკმაოდ არა ესი რა არის საკმაოდ თემაა რა მე კი გავიზარდე დღესაც ძალიან ბევრი მეგობარი მყავს ახლო და უდიდეს პატივს ვცემ და ერთ-ერთი ასევე კოვეს მოვიხმარა აქ რომ ერთ-ერთი არის ეს პარადიგმის shifts რო ახსენებს ხო იქ აღწერს ძალიან კარგად როგორ შეიძლება ორი ადამიანი ერთ-ერთი რამეს უყურებდეს და ერთი საერთოდ სხვა რამეს ხედავდეს მეორე საერთოდ სხვა რამეს და ორივე აბსოლუტურად მართალი იყოს და ჩემთვის არის იქ არიან ადამიანები რომლებსაც მე უდიდეს პატივს ვცემ უდიდესი ღირებულებები აქვთ და უბრალოდ სხვა კუთხით და სხვა პრინციპით არიან თქვა განვითარებული ვიდრე წარმატებული თქვა რაღაცა ბიზნესში ან თქვა მენეჯერობაში რა ხო ისინი მე ბევრ რამეში მჯობიან შეიძლება რაღაცა სხვა ურთიერთობებში მეგობრობაში შეიძლება მამობაში შეიძლება მაშინ სადაც მე თქვა რაღაცა პერიოდი ბევრად უფრო ვაკლებდი პირობითად ჩემ ოჯახს ყურადღებას და ამ წიგნმა მანდაც ჩემთვის ძალიან დიდი როლი ვითამაშა ბოლო 10 წლის განმავლობაში რაც სრულებიც მოვახდინე ამ კუთხით რა ამიტომ საერთოდ ამიტომ ვერ ვიტყვი რომ იქ რამ ცუდი გზა კარგი გზა თუმცა ერთადერთი რაც სალსახად ცუდი გზაა ეხლა თუ იმას ვილაპარაკებთ რომ 90-იანში იქ იყო დაჭრები ჩხუბები ხო მაგას გულისხმობ ლელობები ხო რაღაცა ხო და ნარკომანია პირობითად თუ რაღაცები ამაში მე არ შემიძლია ვთქვა რომ ძალიან გამიმართლა იმ კუთხით რომ მიუხედავად იმისა რომ თქვა მაგ გარემო იყო ჩემზე მაშინდელი 90-იანებზე ვაუბრობთ ეხლა უფროსი თაობა იმდენად გამოსვლილი ქონდა ის რაც ცუდი იყო რა რომ ჩემ თაობაზე და ჩვენზე უდიდესი როლი ითამაშეს რომ
აი ჩემი ყველაზე არავის არ აძლევდნენ უფლებას რამე ცუდი გაეკეთებია ხვდები ანუ თვითონ რო იცოდნენ რა ცუდი იყო და თითქოს ყველას და პირიქით რეალურად იმ გარემომა კუთხით ძალიან კარგი როლი ითამაშა და ძალიან რაღაცა გარკვეული თაობა შეიძლება გადაარჩინა კიდეც რა და ანუ აქაც ისევ კოვეისანი და წიგნით რო ველაპარაკო რა იქ მე შემეძლო ყოფილიყო მსხვერპლის როლში და მე თქვა რომ აი მე ამ გარემოში ვარ შეიძლება ამაზე უფრო მიმიწოდება ხელი იქ უფრო ისე ვარ მაგრამ მქონდა არჩევანი რა რომ გამეკეთებინა და ამ იყო პროაქტიულად პასუხისმგებლობა საკუთარ და მაშინ მქონდა ეგაცნობიერება თუ რაღაცა მოხდა რა და რომ ეხა უკან იყურები და ეტყობა არა არ ვიცი შეიძლება გაცნობიერება არ მქონდა მაგრამ ის გაცნობიერება მქონდა რომ ნამდვილად მე დაახლოებით 17 წლის ვიყავი რომ დავიწყე მუშაობა დაახლოებით არა 17 წლის ვიყავი რომ დავიწყე მუშაობა როგორ მოხდა ეგა გეტყვით 17 წლის ვიყავი რომ დავიწყე მუშაობა ნუ რა თქმა უნდა რაღაც ოჯახის ანუ და განსაკუთრებით ბებიაჩემის დახმარება მან ძალიან იმას ქნა რა იმიტომ რომ ხერა საკმაოდ კარგად სწავლობდი კარგად და იმას უნდა და მაგრამ ჩემი მაშინვე მქონდა მიზანი ანუ end in mind რო საუბრობთ ახლა მაშინ პატარა ვიყავი და შეიძლება ცხოვრების ბოლო მიზნებზე ვერ ვფიქრობდი, მაგრამ ორი მიზანი მქონდა. რა მინდოდა 22 წლის რო ვიქნებოდი და რა მინდოდა 30 წლის რო ვიქნებოდი. 22 წლის რო ვიქნებოდი მიზანი მქონდა, რომ სხვა ანუ არ მქონდა არც ხელფასი, არც პოზიცია, არაფერი, უბრალოდ კიდე სხვა საზოგადოება გამეცნო თბილისში და მცოდნოდა ურთიერთობა და ძალიან გამიმართლა მაშინ რომ 17 წლის ვიყავი მაგალითად როდესაც გავიცანი გივიკო და ჩვენ ერთი პირველი კოლეგა იყო ჩემი და ჩემთვის სამაგალითო ერთ-ერთი და მე და გივის ვისაუბრია და მე იმ ძალიან ბევრ ადამიანებს ახლა ყველა სახელების და გვარების ჩამოთვლას არ დავიწყებ რომლებსაც და 22 წლის რო ვიყავი უფრო მეტის მქონდა მიხსეული და ძალიან გამეხარა რომ ხა ამ გადასაღ მაშინა ძალიან ამაყი ვიყავ იმიტომ რომ ის მინიმალობით 22 წელი იყო ინსტიტუტს რო ვამთავრებდი რა ის ანუ 17 ჩავაბარე 22 და ინსტიტუტს დავამთავრებ ვიცოდე კიდე სხვა ადამიანები რა და აი ეს კონკრეტული მიზანი მქონდა 30 წლის მიზანი ძალიან მერკანტილური ვიწრო იყო კონკრეტული ზაზონით იყო განსაზღვრული რა მაგრამ კი აი ორი ის მქონდა და მაშინ ყოველი წაკითხული არ მქონდა არა ხო დაწუნებული სამწუხაროდ ძალიან ბევრი ადამიანი ანუ გრძელვადა შარ ფიქრობს რა უნდა რაღაცა გუშინან დღეს რა და რა ვიცი ჩემი რა მართლა თვისება იყო ყოველთვის ეგრე რომ აი მიუხედავად რომ არ ვიცი რა იქნება მირჩევნია რომ რაღაცა ხედვა მქონდეს ვიდრე იმიტომ რომ არის ვიცი რა იქნება არ მქონდეს რა და მაგის ის მჯერა რომ visions დამატებული თეორიული ფიზიკა და დამატებული ინჟინერია უდრის შედეგს ყველაფერი იწყება ხედვით კევკოვიც ამბობს იქნება ორჯერ რაღაცა ჯერ იქნება თავში მერე იქნება ფიზიკურად რეალობაში და აბსოლუტურად ყველაფერი მაგას ამტკიცებს თუ არ წარმოვიდგინეთ რომ გავფრინდებით ვერ გავფრინდებით წარმოვიდგინეთ თუ არა ფიზიკოსები მიადგნენ თეორიულად იმას ქნეს მე დრო გავიდა ინჟინერიამაც იმას ქნა მე მჯერა რომ რაც არ უნდა წარმოიდგინოს ადამიანმა უბრალოდ დროის ფაქტორია ყველაფერი გაკეთებადი რა წარმოუდგენელი რაღაცეებიც ეგ მაგაზე ალქიმიას კითხულობდი რა ის რორი სანდერლენდია თუ რა ვინც არის საოცარი ციგნი და მან ლაპარაკობს რომ ფიზიკოსები ცოდა ეს ყველა მეცნიერები რეალურად რეტროსპექტივაში ლოგიკურად გვიხსნიან იმას რაც თავიდან ბოლომდე წარმოდგენა და ის იყო რა ფანტაზია იყო ანუ აბსოლუტურად პირიქით ვერ ხდებაო რა ანუ მეცნიერული პროცესია ლოგიკური არ არისო არალოგიკური ქმედებების მე რეტროსპექტივაში გალოგიკურება არის აბსოლუტურად თუ ვერ წარმოიდგინო წარმოსახვა უნდა ქონდეს რა ეს არ ეხება მარტო საქმეში შედეგის წარმოდგენას თუმცა ეს უნიშნელოვანესია რა აი ნებისმიერი რამე ანუ ჩვენ რო არ წარმოგვიდგინა რომ რავი ცხენს შეიძლება რა ბორბალს შეიძლება მატორი ქონოდა პირველ რიგში ხო დღეს კიდე ცხენებით ვივლიდით რა სადღაც ვიღაცამ წარმოიდგინა ეს მე ვიღაც ფიზიკოსმა რაღაცა და ბოლოს ინჟინერი წარმოდგენიდან ინჟინერია მარტო ვერ შეძლოს ეშუაში ფიზიკის როლი მნიშვნელოვანია და ეს ჯაჭვი არის ყველაფერი რა დღესაც არის ხალხი ვისაც ძალიან უყვარს ცხენები არა კი მე მიყვარს ძალიან კი ბატონო უმრავლესობა ჩვენთაგანი არ არის ფასიან ქაღალდებში ინვესტირების ექსპერტი. ჩვენ წარმოდგენა არ გვაქვს, რომელი აქციის ფასი როდის გაიზრდება, ან როდის შემცირდება რა. ამავდროულად უმრავლესობა ჩვენთაგანი ცდილობს ფინანსური დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას გრძელ ვადაში. ამიტომ გთავაზობთ დაუჯეროთ უორენ ბაფეტს და თანხა ჩავდოთ ამერიკის ეკონომიკაში S&P 500-ში ინვესტირებით. რის საშუალებასაც გვაძლევს ჩვენი თანამოაზრე საქართველოს ბანკის მობილ ბანკი. S&P 500 მოიცავს ისეთ ნაცნობ კომპანიებს, როგორიც არის Amazon, Google, Microsoft და Apple,
ასევე 500 უმსხვილეს ამერიკულ კომპანიას. ზოგის აქციის ფასი გაიზრდება, ზოგის აქციის ფასი შემცირდება, თუმცა ისტორიულ მონაცემებზე დაყნობით დიდი ალბათობით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ უკუგება იქნება წლიური 10%-ის ოდენობით. გადადი აღწერაში მოცემულ ბმულზე და დაიწყე ინვესტირება დღესვე და პირველ ინვესტირებულ $5-ზე საჩუქრად მიიღე დამატებით $5. ეხლა რომ ლაპარაკობდი, ეგეთი აზრი მომივიდა თავში რა. შენ აი რო გავიცანით ერთმანეთი რა, იმ მომენტიდან მოყოლებული რაღაც განსაკუთრებული შესამჩნევი უნარი გაქვს, მოდი ესე ვთქვათ, ფოკუსირების რა, აი რაღაც ხედვაზე აი რასაც ეხა ყვებოდი, ბოლოში რასაც ხედავ, იმაზე ფოკუსირების უნარი გაქვს. და ეგეთი უცნაური ის გამიჩნდა პარალელი რა. მე რო გაგიცანი, მაშინ შენ ძალიან კარგად, ნახევრად პროფესიონალურად თამაშობდი ბილიარდს. და ხომ არ არის ეგ თვისება, რომელიც დახვეწაში კიდე დაგეხმანა ბილიარდი, იმიტომ რომ ხედავ რა უნდა მოხდეს, ფოკუსირდები და აღასრულებ. მე წარმოდგენას ახდენ ტრაექტორიის დონეზე რა უნდა მოხდეს. არ გიფიქრია შენ. ბილიარდი არ ვიცი რამდენად დამეხმარა მაგაში ბილიარდი, მაგრამ ბილიარდში რო გეომეტრიის ცოდნა ძალიან დამეხმარა, ეგ ნამდვილად ვიცი რა. ბილიარდი იყო გეომეტრია ვიცოდი კარგად და იყო ბილიარდი იყო გეომეტრიის, ფოკუსის და დისციპლინის და შემდეგ ამ ფოკუსის და დისციპლინის ხარჯზე განვითარებული გრძნობის შედეგი, იმიტომ რომ ბილიარდს გრძნობის გარეშე ვერ ითამაშა. აბა დაკმარებია და ხა ხო, ეგ მინდოდა მე კითხა რა, ბილიარდიდან რა მეც მქონდა კითხვა, ბილიარდიდან რამე წამოიღე თუ არ წამოიღეთ ხო, აქეთ სტანდარტულ კორპორაციულ თემაში, მე ჯერა რომ იგივეა რა, ანუ საბოლოო ჯამში ყველა ნებისმიერ საკითხში მასტერი რო ხდები, ფუნდამენტურად ერთი და იგივე რაღაცას აკეთებ. რა, უბრალოდ სხვადასხვანაირად გამოიყურება ისინი, მაგრამ მაინტერესებს იქ რა უნარები გამოიმუშავე, რომელიც მე გამოგადგა მართლა არ მიფიქრია მაგაზე, რომ აი ბილიარდიდან რა არ მაქვს პასუხი, ალბათ მჭირდება დრო, რომ ამაზე ვიფიქრო, შეიძლება ჩემთვის ძალიან საინტერესო ის იყოს ინსაიდ პარალელი. ო, აი ხა შენ ვლაპარაკობდი უსამართლოდ. მოთმინება არ ვიცი. ხო, ძალიან ბევრი თვისება. მოთმინება მგონია რომ მანამდეც ჰქონდა და ბილიარდი მოკლედ, შეიძლება იმაშიც იმიტომ იყავი, კარგი რომ ყველაფერი ჰქონდა, ან შეიძლება ის დაგეხმარა ამ ყველაფრის დახვეწაში. ორი ვარიანტია. კი ბატონო. შენ ეხლა თავიდან დავიწყე იმითი, რომ გამოცდილება საუკუნეში ერთხელ რო ხდება ეგეთი რაღაცის გამოცდილება გაქვს თქო და კიდე ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება გაქვს, რომელიც ახლა საუკუნეში ერთხელ ნამდვილად არ ხდება და ბევრად უფრო მეტ ადამიანს აქვს, მაგრამ ჩვენი ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთი იშვიათი ადამიანი ხარ, ვისაც უმაღლესი მენეჯმენტის რანგში მოგიხდა ქართული კომპანიის ლონდონის საბორჟო ბირჟაზე გატანაში მონაწილეობა. მე გამოტანაში. ეგ სხვა შორის უნიკალური გამოცდილებაა რა, მაგრამ გატანაშიც მონაწილეობის მიღება და აი გამოცდილება რაღაც მინდა რომ ცოტა მეტი გაგვიზიარო მაგაზე რა, იმიტომ რომ ჩემთვის ჩემ წარმოდგენაში მაგაზე რა დაგამახსოვრდა რა, ერთი რო ხო აი ერთი რო იყო რა, აი გავიარე რომ მორჩა რაღაც აი რა იყო ის რაც შვილიშვილს მოუყვება. კი, აუცილებლად იყო ეგის გამოცდილება. ხო, ეს იყო ჩემი თანამონაწილეობა, იმიტომ რომ იქ სხვა ადამიანები იყო, რომელთაც ბევრად დიდი როლი ჰქონდათ და მე რავი, ალბათ მან უფრო მქონდა რაღაც დამხმარე როლი, ვიდრე რაღაცას ისა რა, თუმცა მნიშვნელოვანი დამხმარე როლი რა. იცი რა არის, ჩემთვის ლონდონის ბირჟაზე გასვლა მაშინ არ იყო, თან მაშინ არ ვიყავი, 7-8 წლის ვიყავი, როცა დაიწყო ეს პროცესი, როცა გავედით 30-ის რა. და ეს პროცესი არ უყურებდი ამას, რომ ლონდონის ბირჟაზე გასვლის პროცესი კი არ იყო ჩემთვის იყო რაღაცა ქვეყნის რეპუტაციის გამოწვევის რა თითქოს რაღაცას კარგს უკეთებდით ქვეყანას რა და ეს აქაც რა ის იყო რა ხედვის ნაწილი
უდიდეს ენერგიას აძლევდა, იმიტომ რომ იქ იყო დღეები, როცა საერთოდ არ გვეძინა, იყო დღეები, როცა რავი, აი დღე და ღამეც შეიძლება გზაში ვიყავით, სადღაც უნდა საქართველოს ჩამოყვავდნენ ინვესტორები, ანალიტიკოსები, დავატარებდით დილის ჩამოფრინდებოდით, საქართველოს მოვლიდით და ისევ აეროპორტში უბრუნდებოდით, პრეზენტაციას უკეთებდით და ამის ენერგია რო იპოვო ამისი რა, ანუ აქ უბრალოდ ლონდონზე რის ბიჟაზე გავალ და უცხოურ ინვესტიციას მოვიტან, ამითი ეს არ არის ჩემთვის საკმარისი мотиваცია, რომ და ის რო ენერგია მომცეს ამისი რა. იქ იყო ძალიან დიდი ენერგიის მომცემი ამისთვის, ის რომ აი ქვეყანას მაგარი რაღაც უკეთდება, კიდევ ერთი საქართველოს იქნება ერთადერთი ქვეყანა იყო რეგიონში ისედაც, რომელსაც ლონდონის კომპანია ყავდა მაშინ და კიდე დაემატება კომპანიათან არასაბანკო სექტორიდან, ანუ კიდე მეტად წარმოჩინდება, უფრო მეტ, ანუ ეს რაღაცა ქვეყნის რეპუტაციის და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ გაყვანას ამ ლონდონის ბირჟაზე მოყვებოდა ძალიან ბევრი რეგულაციები სექტორში. მათ შორის ძალიან ბევრი ხარისხის რეგულაციები რა და კიდევ ამატებითი კონტროლი მიუხედავად რომ იცი რომ ჯანმრთელობას ემსახურები იცი რომ გამოწვევს რეგულატორი და ამას კიდევ უფრო მეტი მოთხოვნა გემატება ხარისხზე და კიდევ უფრო მეტი ნიშნავდა ჩემთვის კიდევ უფრო ხარისხიან ჯანდაცვას საქართველოში და რეგიონებში ხო და კიდევ უფრო მეტ გადარჩენილ სიცოცხლეს ჯანმრთელობას და მოკლედ აი უფრო აი ეს ნაწილი იყო ჩემთვის ჯამში ყველაზე დასაწყისი პარადიგმის ამოტრიალება მოკლედ მაგრამ გეხმარება ეგ ჩვევა კი პარადიგმის ამოტრიალება მაგრამ ხო ამიტომ ლონდონის ბირჟა და IPO არის ძალიან დაკავშირებული ძალიან კაპიტალიზმთან, ხო და შეიძლება უყურო მარტო როგორც ფულის წყარო, მაგრამ რეალურად შეგვიძლია პარადიგმა შემოატრიალო და თუ შენ ეს გჭირდება, ვიღაც არ ჭირდება და აბსოლუტურად ნორმალურია და ყოფნის და თუ ის აძლევს მას ენერგიას იმისთვის რომ 6-0 ყოფნის ენერგიის საქმეები აკეთოს, აბსოლუტურად ნორმალურია ეს და არავის არ ასე ვთქვათ განსჯი ახლა განვიკითხავ ამის გამო სასხად არ გულისხმობ ამას, მაგრამ მე თუ მჭირდება სხვა რამე შენ შეატრიალო პარადიგმა და დაინახო ამაში რაც შენ მჭირდება აბსოლუტურად შენ ხელშია და არა წვიმაში და მზეში ასე ვთქვათ. ალბათ ბევრს ქონიათ. ყოველ შემთხვევაში მე ხშირად ქონია ეგეთი, რომ საქმეში რაღაცა კონკრეტული პროექტი რო მაქვს ხოლმე, იმ პროექტისთვის ვიწყებ რაღაცა ჩანაწერების კეთებას და სულ ის დილემა მაქვს ხოლმე, რომ კი მაგრამ ეხა სხვა პროექტს და სხვა ჩანაწერები მე სხვა ბლოკნოტში გავაკეთო, თუ ფურცლები დავარეზერვო და მე სხვა ფურცლებიდან დავიწყო იმ სხვა თემაზე ჩაწერა და ამ პროექტისთვის კიდე შემოვინახო, კი მაგრამ მე რო გამითავდეს ეგ, მოკლედ ეს ყველა პრობლემა, მათ შორის ჩემი სამი ბლოკნოტის პრობლემა, ერთი დღიური, მეორე საქმიანი, მესამე იდეების აბსოლუტურად ყველაფერი ჩაანაცვლა ჩემმა უსაყვარლესმა გაჯეტმა, რომელიც ამ ბოლო დროს შევიძინე ჩვენ თანამოაზრე ზუმერის მაღაზიაში, ეს არის ბუქსის ბრენდის საკითხავი პადი, მაგრამ კითხვის გარდა ჩემთვის ჩანაწერების კეთების ძალიან კომფორტული და ძალიან პრაქტიკული საშუალება არის. Android-ზე მუშაობს, ნებისმიერი აპლიკაცია რაც გინდა შეიძლება გქონდეს, მაგალითად Telegram-ი, WhatsApp-ი მათ შორის, მეილი, ინტერნეტ ბრაუზერი და Kindle-ის აპი მაქვს მე, სხვა საკითხავი აპებიც მაქვს ასევე და ფაქტიურად გარდა იმისა, რომ მოსიარულე ბიბლიოთეკა ვარ და ყველა ჩემი საყვარელი წიგნი სულ თან და მაქვს, მაგის გარდა, როგორც უკვე ვთქვი, ყველა სამუშაო და არასამუშაო ბლოკნოტი ჩამინაცვლა ამ ერთმა device-მა და სადაც არ უნდა მივდიოდე ყველგან თან დამაქვს. მოკლედ ვიდეოს აღწერაში მოცემულზე გადადით ჩვენი თანამოაზრე ზუმერის ვებგვერდზე, ნახეთ ბუქსის ბრენდის სრული ასორტიმენტი და თუ პრომოკოდს შეიყვანთ Bubbleheads, მიიღებთ 20%-იან ფასდაკლებას ნებისმიერი ბუქსის ბრენდის device-ის შენაჯენზე. დეტალები ვიდეოს აღწერაში. არის თუ არა დანახვადი პარადიგმის სხვადასხვა მხარიდან პარადიგმის შეჭყეტის ამბავში არის თუ არა დანახვადი ყველა საქმეში რამე იმაზე დიდი ვიდრე ჩვენი მერკანტილური და თვით კმაყოფილი იგოს კამფეტები თუ დავარქვეთ მაგას მაგის მიღმა ყველანაირ მოვლენაში არის თუ არა ეგ რაღაცა უფრო დიდი ბოდიში დაზუსტებას შემიძლია კითხვის კარგად ყველა საქმეში არ გავიმეორებ თუ ამას გულისხმობ ანუ ყველა საქმეში სხვადასხვა სექტორში, სხვადასხვა საქმეში, სხვადასხვა ურთიერთობებში არის თუ არა შესაძლებელი პარადიგმის ცვლილება? პარადიგმის ცვლილება და დანახვა პოზიტიურის და იმაზე დიდის, ვიდრე იმ კონკრეტულ მომენტში შეიძლება რაღაცა პირდაპირ. მოკლედ, ნახეთ, ლონდონის საფონდო ბირჟაზე შენ სწორად თქვი რა, პირველი აღქმა, რაც მეც თავში მომდის, არის ძალიან ძალიან ბევრი საქმე, იმიტომ რომ მნიშვნელოვანი
რა ქვია, სხვა რეგულატორულ გარემოში დიხარ და სხვა გადადიხარ, სტანდარტს კი, გთხოვს კი. ყველაფერში, ფინანსურ აღრიცხვიდან დაწყებული, მმართველობით დამთავრებული, მათ შორის თვითონ საოპერაციო სტანდარტზე და სხვა გთხოვს. მაგრამ პირველი რაც მოდის არის, რომ ამ კუთხით დიდი კაპიტალის შემოდიდება ხდება ორგანიზაციაში და ტოპ მენეჯმენტს მნიშვნელოვანი მატერიალური ბენეფიტები შეუულიათ რომ მიიღო იმ წელს თუ არა ყოველ შემთხვევაში რამოდენიმე წლის მერე მაინც რა და ნუ რავი ვინახავს ხო ეხა მაგალითები რაც არის რა რომ საქართველოს ბანკმა დაიწყო ეგ და მე TBC-მ გააგზავნა და მე ჯორჯია კაპიტალი და ჯორჯია ჰელთქეერ ჯგუფი და რაღაცნაირი დოვლათები შეიქმნა რა მაგ დროს როგორც ინდუსტრიაში და ეკონომიკაში შემოვიდა დოვლათი ისე ტოპ მენეჯმენტს რა თქმა უნდა ეხა ერგომანდ ეხა ხო რა და ეგ ერთი და მეორე ხე შენ რაც მოყევი იყო რომ საერთო სხვა პარადიგმა შემოიტანა, რომელიც მე პირდაპირ გეუბნები არ მიფიქრია მაგაზე რა. ანუ ის რო ეს საქართველოს ჯანდაცვის სექტორისთვის იყო ხარისხობრივი განვითარება და მაგედან მიიღე შენ ენერგია იმ ღამეების თენების, ხო, ჩემთვის ახალი პარადიგმა იყო რა და ეგ კითხვა გამებადა რა, რომ ბევრი მოვლენა არის რა, ბევრი რაღაცა ხდება, როგორც ბიზნესში, ისე ცხოვრებაში. და ყველგან შეიძლება პარადიგმა ერთი შეხედო ნეგატიური კუთხიდან, ან მერკანტილური კუთხიდან, ან რაღაც ეს მარტოა. ეს სარგებელი მოაქვს და არის თუ არა შესაძლებელი რომ შეხედო ასევე იმას რაც შენ მაქედან გამოიღე რა სხვას უფრო დიდს ვიცი რა ყველაფერში არის თუ არა შეხედვა ძალიან ფართო კითხვაა და ამიტომ ძალიან გამიჭირდება კონკრეტული პასუხისგაცემა მაგრამ შევეცდები რაც შეიძლება კონკრეტული პასუხი გავცე რა ყველაფერში ალბათ დაინახო პოზიტივი ესე არ არის ფორმულირება კითხვის არის ცოტა ჩვენ პასუხისგაცემის ცოტა არ შეიძლება არ გამომივიდეს აკურატული იმიტომ რომ აქ არ არის ამოცანა რომ ჩვენ ყველაფერში პეპლებს ვხედავდეთ ანუ ეს არ არის რა თქმა უნდა აქ უნდა გქონდეს სუდისაც სირთულესაც, გამოწვევისაც, ყველაფერი ეს ძალსახაა. თუმცა მე ვიტყოდი რომ კი, უმეტეს შემთხვევაში შესაძლებელია. პარადიგმის გაკეთება 100% შემთხვევაში შესაძლებელია. ყველაფერში. თუმცა აქ მნიშვნელობა ის კი არის რომ აუცილებლად პოზიტიური მხარეს დავინახო. პარადიგმის შიფტმა შეიძლება ნეგატიური მხარეს დამანახოს და ცუდი მხარეს დამანახოს რა. აქ მნიშვნელოვანია რომ ვაცნობიერებდე რომ ნებისმიერი რთული გამოწვევა და გამოცდილებაც კი რთული გამოწვევა და გამოცდილებაც კი საბოლოო ჯამში მე შეიძლება მე მაქვს რესურსი რომ გამოვიყენო ჩემი ზრდისთვის. ხო. მე მაქვს ნებისმიერი რთული გამოცდილებას ყველას აქვს საშუალება და რესურსი რომ გამოვიყენო ჩემი ზრდისთვის რა. და მაგას პარადიგმის ცვლილება გჭირდება მაგისთვის. კი, რა თქმა უნდა და ანუ ეხლა ისევ საუბრობ მე ამ თემას ცოტა მეუხერხულება, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ცოტა ისე რომ ჩემი აზრით ამ მაგიდაზე ამის აი ჩემ ყოველშემ მე ვსასწრაფო ყველაზე ნათელი მაგალითი ზის ვიბროსახით ვიზეც ვაპარაკე სასოციალურ ხლა და მე რომ ამაზე ვალაპარაკე ძალიან მეუხერხულება რა და მაშინ ჩემზე ვალაპარაკე ეხა შენზე სულ მიყვარდა მაგრამ აი ეს ამისთვის აი კიდევ ის არის ამიტომ კი არის რეალურად აი რა მაგალითი შეიძლება თქვა რომ აი კი აი შენ კითხვას პასუხი აგერ არის რა ამიტომ კი შენ ეხა რასაც ლაპარაკობდი მაგან ეგეთი კიდევ ერთი ჩვევამდე მიყვანა რა ანუ ძალიან ბევრი წელია ძალიან მაღალ რგოლში გაატარე კორპორატიული მმართველობის მაღალ რგოლში გაატარე კარიერა და მან რაღაც მუდმივი განახლების მუდმივობის საჭიროება, ანუ რაღაც ახალი ენერგიით, ახალი ინსტრუმენტებით, ახალი ხედვებით შევსების საჭიროება მგონია რომ ძალიან დიდია რა, იმიტომ რომ რაღაც მომენტში სიცარიელემ შეიძლება გაჯობოს რა, პარადიგმებზეც რო ლაპარაკობდი, ეგეც მაგასაც მივყავარ მაგამდე რა. შენ აი რას გაიხსენებდი, რაღაც ქონდა ისეთი მომენტები, როდესაც აი საკუთარი თავის განახლება დაგჭირდა და აი ხო მეც ვეღარ ვიკითხავ იცი რა არის თუ ყოველზე ვსაუბრობთ და იმ კონკრეტულ ბოლოებზე ალეს ეხმალი თუ ამ იმას გულისხმობ რა ხო ძალიან მნიშვნელოვანია მაგრამ შენი კითხვა ისეთი იყო რომ კი მქონდა ანუ ჯერ ალესე ხერხი ბოდიში სო ალესე ხერხი კი კი მქონდა და მე ყოველდღიურად ულესავ ხერხს და რაც გულისხმობს ხო ეს ხმალად აქ დათარგმნი მე მგონი ქართულში ხო ნუ შარპენდის სო ესეა და სასახად ხერხია და ხმალი საიდან კი ხერხია და აი ახაც მოგიწერია ეს ხმალი უფრო კი ჩემთ მე ანუ ცოტა გასაგებად რო ვისაუბრო რას გულისხმობს ყოველ ალესე ხერხი ამ შემთხვევაში მოიაზრება
საკუთარი თავი ის ასე ვთქვათ ადამიანი რომელიც მას უნდა აკეთოს ეს ყველაფერი და შენ თუ საკუთარი თავი არ ყვებე და არ აძლიერე ხო და არ მოსკენი ხო ამ შემთხვევაში სადღაც გამოიცლები ენერგიისგან და ვეღარ გაწვდები აქ არის 4 რამე გვჭირდება ამის ფიზიკური კარგატყოფნა, მენტალური კარგატყოფა, სულიერი და სოციალური რა, რასაც და მე ამისთვის ძალიან კონკრეტული ერთი გარდატეხი პერიოდი მქონდა 2014 წელი, როცა განსაკუთრებით დავიწყე ამაზე ფიქრი და თვითონ 2014 წელი, როცა განსაკუთრებით დავიწყე ამაზე ფიქრი და ყოველ დომეინში, ყოველ კვირა გაწერილი მაქვს რა უნდა ვაკეთო იმისთვის, რომ მე ვიკვებო საკუთარი თავი 4-ვე მიმართულებით და აქტივობა მაქვს ფიზიკურზეც, მენტალურზეც, სულიერზეც და სოციალურზეც. აი ხლაც მიმდინარე კვირისაც მიწერია აქ. თუმცა ხშირად არ იცვლება რეალურად რა ეს ისინი რა ჯერ დეგივე რამ მეორდება. ყველაზე დიდი განახლება მიუხედავად აი ამისა რომ ამას ვაკეთებდი ყოველთვის და მაგალითად იყო იოგა, მედიტაცია, იყო არის წიგნის კითხვა მენტალურისთვის, არის ფიზიკური აქტივობის, ისე იოგა შეიძლება სირბილი, სიარული, ბოქსი, ხო, ვარჯიში რა. მეგობრებთან ურთიერთობა და დროის გატარება, თქვათ, social well-being, სოციალური კარგატყოფნისთვის, ხო? მიუხედავად ამისა, COVID-ი იმდენად ესეთი გამოცდილება იყო მძიმე, რომ მე COVID-ი რო დასრულდა იქა საერთოდ არაფერი არ მეტყობოდა და ძალიან ენერგიაზე ვიყავდი რომ დასრულდა გამოვიდა და მოვეშვით მე დამეწყო შფოთვითი აშლილობა და პანიკური შეტევები აი იქ უკვე მოვწდი და დაახლოებით 2 წელი დამჭირდა ძალიან აქტიური ესეთი მიდგომა ორი არ შეიძლება ანუ ძალიან აქტიური კომპლექსური ყურადღების მიქცევა იმისთვის რომ კიდე თავიდან გამეკეთებინა ასე ვთქვათ აღდგენა ამ იმისი რა მდგომარეობის 14-ში რა მოხდა, რამაც ყურადღების მიქცევა დაგეწყებინა მაგაზე? 2014-ში იცი რა 2014 იყო, როცა ვხვდებოდი 29 წლის. გავხდი უბრალოდ 29 წლის და თან ახლოს მოდიოდა უკვე ის მანამდე რომ ვისაუბრე 30-იანი გეგმა რა 30-იანი გეგმა საბედნიეროდ იმ გეგმასთანაც ახლოს ვიყავი იმ პერიოდში და შეიძლება ცოტა უკეთესათაც კი ამიტომ ჭირდებოდა გადაფასება ჭირდებოდა კიდე მოვიდა ეს 40-50 წლის შემეხო ეს შორს გეგმაო რა ხედვა და ჭირდებოდა თავიდან ჩამოყალიბება და მანდ იყო უკვე ადამიანი ღირებულებითი ის ქონდა ერთის მხრივ რომ ვიცლებოდი ანუ რაც ახლა აქამდე ეს ანუ იმ ღირებულებებით უნდა დავგეგმო ისიც თუ და უნდა დავინახო ჩემი მომავალიც თუ კიდე რაღაც ანუ ერთი ეს ღირებულებითი ასე ვთქვათ გადაფასებას ეძახით ხშირად ამას მაგრამ ცოტა უფრო მეტი შეჯახილი მქონდა და ძალიან გამიმართლა ამ დროს რომ კომპანიაში მყავდა 2014 წელს მე არა ვიყვანი კომპანია დამეხმარა მეყონა McKinsey-ს ფსიქოლოგი და ტრენერი, ანუ ტრენერი, კოუჩი, ხო, მაგასაც ეგრე ქვია, ტრენერი ქვია რა, ტრენერი McKinsey-ს, ქალბატონი იყო, ძალიან კარგი ჩემთვის და ეს იყო მაშინ პირველი გამოცდილება და მასთან მუშაობით მე რეალურად ანუ იმ სტანდარტული კორპორატიული გაგებიდან გადამიყვანა ზუსტად აი შიგნით ყურებაზე და ეს კოვერასამოს ინსაიდიდან დაიწყეო მე პირველი ინსაიდ ესე ჩამახედა ღრმად ამ ხალბატონმა და კარგი დრო იყო თან იმაში გამიმართლა რომ ერთის ხრი ზუსტად ის დრო იყო ეს რომ მანამდე 5 წლით ადრე ყოფილიყო შეიძლება საერთოდ არ მიმეო ის ადამიანი და მეც კიდე ჩამოყალიბებული რო ყოფილიყო კიდე შეიძლება გართულებოდა და ზუსტად იმ მომენტს რო დაემთხო რომ მე თვითონ ეს სჭირდებოდა შინაგანი რა ეს მომენტი და პლუს ეს რა მან ძალიან ითამაშა ჩამოყალიბებაში და მე ძალიან ბევრი რამ სხვადასხვა აქტივობები პერსონალური განვითარების სხვადასხვა ვთქვათ განმოვითარებელი წიგნები სხვადასხვა ეს ანუ ის იყო გარკვეული ბიძგი მომცემი ჩემთვის რომელმაც მათ შორის დამაწყებინა უფრო მეტად ზრუნვა საკუთარ თავზე საკუთარ ჯანმრთელობაზე და საკუთარ კარგატყოფნაზე იმისთვის რომ მან პერიოდის მერე დავინახე ჩვენ ქართველებს ცოტა დემონიზირებული გვაქვს სიტყვა საკუთარი თავის სიყვარული და პერფექციონიზმი თუ ისე გაზრდილი რომ თითქოს ძალიან ცუდია
ბოდიში პერფექციონიზმი კი არა საკუთარი თავის სიყვარული ინგლისურად ვიცი ეხლა ვერ ვიხსენებ კონკრეტულ სიტყვას რა მაგრამ გავიხსენებ არა უშავს საკუთარი თავის განსაკუთრებული სიყვარული თითქოს არის მიუღებელი არ მოსულას მე ესე მგონია რომ ძალიან ბევრი ესე გაზრდილი რა და რეალურად მე მაგის მერე დავინახე რომ რაც უფრო მეტად შეიყვარებს საკუთარ თავს და რაც უფრო მეტად მიიღებს საკუთარ თავს მაგის მერე მით უფრო მეტად გაქვს რესურსი რომ გახდე უკეთესი მამა უკეთესი მეუღლე უკეთესი თანამშრომელი უკეთესი შვილი უკეთესი კოლეგა და ასე შემდეგ და პირველი საკუთარი თავის მიმღებლობით დანახვიდა სიყვარული იწყება რა. სიტყვა რა. მიმღებლობა კარგი სიტყვა თქვი, იმიტომ რომ ჩვენ როგორც ვიზდებოდით თუ რას გვეუბნებოდა, საკუთარი თავის სიყვარულში უფრო მეტად ამპარტავნობა აღქმა მოდიოდა და ბაქიბუქის ამბავში და ნუ ხარ ზედმეტად შენ თავზე შეყვარებული და რეალურად ჩვენ ნაკლულები ვართ ყველანი რა, ანუ იდეალურები არავინ არ ვართ რა და შესაბამისად შენ თუ გიყვარს, შენი თავი გიყვარს ნაკლული რა, ანუ ყველა შენი რა ქვია იმათ ჩონჩხებით კარადაში რაც გააქვს რა და როგორც კი შენ უნარი გაქვს რომ იქ შენი თავი არ გააკრიტიკო არამედ შეიყვარო ისეთი როგორიც ხარ შესაბამისად ჩდება რესურსი რომ გივი რომელიც ნაკლულია და გიორგი რომელიც ნაკლულია და ლევანი რომელიც ნაკლულია და ყველა დანარჩენი რომელიც ნაკლულია ზუსტად ისე შეიყვარო როგორებიც ვართ რა და ალბათ იგი შეიძლება თქვი ჩემთვის ეგ გადმოითარგმნა და ის რაშიც ვიზდებოდით ეგ იყო რომ რა ნუ ბაქიბუქობ ნაკლული ხარ რეალურად მაგის გააზრება რა და ხო საკმაოდ რთული ვარ იმიტომ რომ მე კრიტიკული ადამიანი ვარ რა და რომ აკვირდები ხოლმე როგორც წესი მაღიზიანებს სხვაში ის რაც მაღიზიანებს ჩემში რა და სანამ არ მიიღებ მაგას საკუთარ თავში და რაღაცნაირად არ დალაგდები რომ რავი შენ ზეგრეხა რა მაგრამ ეს უგინდა რომ სხვას იმას ხნა რა ქვია მიუთითო თითქოს მაგითი შენი ნაკლი რაღაცნაირად იმალება კი ის რა არის რაც უბრალოდ ხო რაც გაღიზიანებს ან აგაფრთხოვანებს სხვაზე უფრო მეტ სამბობს შენ თავზე რეალურად ვიდრე სხვაზე ყველა ეგრე რა იცი რა ხელა მინდოდა რომ მეკითხა შენთვის რომ პირველად ნახე ერთად რომ დავიწყეთ მუშაობა შენ გაქვს ერთ-ერთი გადმოტანილი კოვის რეკომენდირებული სტრუქტურა ჟურნალინგი არ ვიცი ქართულად როგორ ქვია დღიურის ჟურნალის გეგმის სტრუქტურის წარმოების რა მე მიყვარს ეგ რა მეც კალენდარის ადამიანი ვარ მაგრამ ეგეთი სტრუქტურიზებული არ მაქვს რაღაცნაირად თქვი რომ იცი რომ კარგია რომ ესე გაგეთ მე უფრო შედარებით ვაკეთებ ესე რომ კვირას გეგმავ და რაღაცა დიდი ხედვა რაც მაქვს და მიზანი რაც მაქვს იქიდან გამომდინარე ვცდილობ რომ ეს კვირა დავტვირთო და ნუ იქ ოჯახი არ დამავიწყდეს და ცოტა სოციალიზაცია ამ ბოლოს მოვიწყდება ხოლმე და კაი გამახსენე როგორი ეგეც ჩასასვლელია კალენდარში თორე ნამეტანი რო გაკლება არ არის კაი შენ რა გამოცდილება ქონდა რა ნუ ხوار შეგბოჭა მაგან ან რა მოგიტანა ანუ როგორია კოვის რეკომენდირებული კვირის სტრუქტურა შეინარჩუნო სადაც თითქოს ყველაფერს დებ ხო იქ რომ სოციალიზაციაც უნდა გქონდეს ის რაღაცნაირად როგორია ეგ გამოცდილება იმიტომ რომ ძალიან ხშირად ვიყავ უკავს ადამიანისგან რომ რობოტი ხო არ ვიქნები რა და გამათავისუფლებელია თუ შენ ბოჭველი უფრო არის რა კი დაახლოებით მე-7 წელია ამ იმითი ოპერირებ ასე ვთქვათ რა და მაშინ დავამზადე 8 წელი ესეთი ბლოკნოტი და ერთი დამრჩა რა და მე კიდე ახლიდან და ეს რა არის პირველი შტაბეშტილება შეიძლება იყოს ეს არის შემბოჭველი მაგრამ არავითარ შემთხვევაში ჩემთვის ეს პირადად არის პირველი განმათავისუფლებელი ძალიან დიდი შვების მომტანი და მეორე რიგში იმისი განცდის მომცემი რომ მე დროს ვანაწილებ ისე როგორც მე მინდა რა და ეს ამ ყოველ სიკთან ერთად მაგ პერიოდში ჩემზე ძალიან მოქმედა რაღაცა კონკრეტული დროის მართვის ძალიან ისე ცერმისეულ პროგრამას გავდიოდი და გავაცნობიერე რომ დღეში ალბათ 3-4 საათი ძალიან დაკავებული ვიყავ ძალიან არ მეცალა არავისთვის ანუ არც მეგობრებისთვის არც შეიძლება მეუღლისთვის შვილისთვის არავისთვის არ მეცალა იმდენ დაკავებული ვიყავი რა და ობიექტურადაც რო შემომხედავდი იცოდი რა სამუშაობდი რამდენი საქმე მქონდა რამდენი თანამშრომელი მქონდებარებულობა და კითხვაც არ გაგიჩნდებოდა რომ ეს ადამიანი დაკავებულია რა
მაგრამ გაცნობიერება მიმისამ რომ დავასტრუქტურიზირე რაღაცა რომ რეალურად მე რასაც მე მინდა საქმეში რომ დროს ხარჯავდე დღეში ალბათ ხარჯავდი 3 საათს მაქსიმუმ რა ამის გაცნობიერებამ და დანახვა იმდენად გამიფართოვა თვალსაჩინო თურმე რამდენი დრო მქონია რა რეალურად რა თუ არ ვიქნებოდი მსხვერპლის როლში რომ ეხა იმას ჩემი დრო უნდა ამას ჩემი დრო უნდა ის მაგას ეკეს მაგრამ და ამას მიუდგებოდი პროაქტიულად როგორც კი დავასტრუქტურიზირე გამოჩნდა ყველაფრისთვის დრო რეალურად და ყველაფრისთვის დროის გამოჩენა როცა ვსაუბრობ გულისხმობ მათ შორის რომ მე ყოველ დღე მაქვს დრო 2-3 საათი არაფრისთვის მართლა ანუ კალენდარში მაქვს 2-3 საათი არაფერს არ ვგეგმავ მინიმუმ დღის განმავლობაში იმიტომ რომ აუცილებლად გაჩნდება რაღაცები დღის განმავლობაში რაც პრიორიტეტულია შეიძლება სხვისი მოთხოვნის ნაკმაყოფილება სხვასთან გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის ხო და იმას ძალიან უფრთხილდები ძალიან მნიშვნელოვანი დრო არის რა ეს არ არის ანუ აქ მე თითოეულ დომეინში აქვს კარგად განსაზღვრული რა მინდა მივახციო ყოველ კვირის მიზანი რა მაქვს რა და მეც ძალიან ისეთ შეხს მაგრამ ძალიან ყველაზე რთული ნაწილი ეგ არის რეალურად მაგიტო არ ყველაზე მეტად მიჭირს მიზნების ჩაწერა კვირეულს ყოველ კვირა ვждები მინიმუმ 9 საათი ამაზე დროს ხარჯავ რა არის ხოლმე და თუ განსაკუთრებით ასში რომ რეალურად რო დაждდი არიცი ადამიანმა რა გინდა ან სურვილი დააფიქსირო სწორედ და მიზანი რა გაქვს კვირის ბოლოსთვის აი გონია რომ ვიცით რა თქმა უნდა შეიძლება ბევრმა იფიქროს რომ რასრულეს ლაპარაკობს არ ვიცი ზუსტად ვიცი და რა რეალურად გულის სიღრმეში რეალური საჭიროება რა გაქვს კონკრეტულ ასპექტში რა გჭირდება არ ვიცით ადამიანებმა და ყველაზე რთული ეს არის როგორც კი მე ვახერხებ რომ ზუსტად გავწერო დავინახო ვიზუალიზაცია მოვახდინო რა მინდა თუნდაც კვირის ბოლოს არა მხოლოდ კვარტლის კვირის და იმის ბოლოს იმის შემდგომ მე ზუსტად პრიორიტეტი რა არის ჩემი და რა უნდა გავაკეთო და რა უნდა დრო დავხარჯო ხო ის ძალიან მარტივი ხდება შემდეგ რა და აქ ერთი კიდე ძალიან ისეთი რაღაც მინდა თქვა ისევ ის ადამიანი რო ვახსენე ზეგან ჩემთვის ძალიან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადამიანი თქო ძალიან დიდი შეხვედრაზე ვხედავთ რაღაც პროექტებს ლაპარაკობ და მეკითხება რომ დახუჭე თვალებიო რა და ყველაფერში და აი ხა რა პროექტიც გაქვს და ის დამტკიცებაც გინდო დახუჭე თვალები და მომიყევი რას ხედავ 20 წელიწადში როგორ გამოიყურებაო ეს პროექტიო რაღაცა ფანჯარა როგორია ხო ადამიანები როგორები მიშედიანო შიგნითო რა და ეს იყო ჩემთვის და მე საბედნიეროდ მქონდა ეს ყველაფერი დანახული და გზაოდაში ვხედავ მაგრამ ამ ადამიანის ის იყო რომ თუ შენ აი ესე ცალსახად ვერ ხედავ რა გინდა ერთ კვირაში თუ 10 წელიწადში თუ 5 წელიწადში იმას ვერასდროს ვერ გააკეთებ და ვერ აღასრულებ და მივდივართ ისევ იმ ფორმულამდე ხედვა ფიზიკა და ბევრს უნდა რომ გააკეთოს რაღაც ბიზნესი გააკეთოს რაღაცა მაგრამ რომ მოვაყოლო როგორ ხედავს 10 წელიწადში აი რა ხდება იმ ბიზნესში სათავო ოფისი სადა აქ როგორი აქ ადამიანები მისი კლიენტები ვინ არიან ეს პროდუქტი ანუ 10-დან 9 ჩემ ვერ მოყვება ვერ მოყვება იცი რა მინდა მაინტერესებს იმიტომ რომ ეს მეხმარება მე ამაში ხო მაგალითი რომ მითხრა აი რა კვირის გეგმა გაქვს ფშულთან მიმართებაში მიზანი რომ კონკრეტულ კვირაში კონკრეტულ დროს გავატარო მინიმუმ რაღაც დრო მასთან ხარისხიანი დრო მინიმუმ მასთან რაღაც ხარისხიანი დრო გავატარო, როდესაც მე არც ტელეფონით, არც იმითი რაღაცა, თუნდაც 2 დღეში ერთხელ 1 საათს მაინც ან 2 საათს შეიძლება სხვადასხვა დროს, სხვადასხვა, ან შეიძლება იქ რაღაცა საერთო აქტივობა იყოს მასთან ერთად, რომ და მე როცა ამოსვო პრიორიტეტში, ხო მე უკვე აი მე რო ვიცი რომ მე კვირას დავჯექი და ვიმუშაო ამაზე, ზუსტად ვიცი რომ ჩემი პრიორიტეტია, მე იმ კვირაში სხვა რაღაცები რაც უნდა ამომიხდეს და ადამიანი მოპირებთ აი გარე მოთხოვნებზე, ვიღაცამ დამირეკა რაღაც თხოვა, ვიმე რაღაცა გასაკეთებელი ამოხდა, რაღაცა ანუ ჩემთვის ის თუ გადაწყვეტილა პრიორიტეტია რა მე ამაზე ანუ всё მე იმას ხელს არ ვახებ ნუ რავი მე ისეთი თუ არ მოხდა რომ მართლა ტრაგედია ან რაღაც ჯანმრთელობას არ დაემუქრა საფრთხე რა ის არის აი ძალიან პრიორიტეტული ისე უდგები მათ შორის შეიძლება მეგობრებთან ურთიერთობას ან რატო დავსვიკითხოთ რომ ანუ მიზანი ხე შენ რაც თქვი ხარისხიანი დრო გავატარო რა ჩემთვისაც უფრო აქტივობა იყოს ამ ბავშვში რა რაც გამოვყოდრო კალენდარში და თქვა რომ ამ დროს მე ვარ შვილებთან რა და მანდ მიზანში ამერია რა ჩემ აღქმაში რომ მიზანი არის ეგ თუ ეგ აქტივობა იმისთვის რომ მიზანს მიზანი არის შეიძლება იყოს რომ რაღაცა წინა კვირაზე მეტი ხარისხიანი დრო გავატარო რაღაც მაგრამ მე შენ ხარისხიანი დროის დეფინიციაში აგრე რა აქტივობები დაგეხმარ რა აქტივობა უნდა გააკეთო იმისთვის რომ ეს ხარისხიანი გახდეს ეს ხარისხიანი გახდეს ოკეი ტელეფონი არ კონდეს თან. მე კიდევ ერთხელ არ ვამბობ რომ ეს ყველაფერი გამომდის და სულ
ხშირად გამომდის, ხშირად არ გამომდის, დარწმუნებული ვარ ჩემ შულს რომ კითხო, არ გამომდის. აი არ არსებობს რომ ანუ სრულად ის იყოს რა, ანუ რომ მის აღქმაში მისი პარადიგმიდან სხვანაირია და მე რა თქმა უნდა ამას განვიცდი და ის არის და ვცდილობ რომ კიდე ესე ვიყო, მაგრამ საბოლოო ჯამში ჩემთვის მნიშვნელოვანია რომ ამ წიგნით ყველა დომეინთან ურთიერთობა ვისწავლე. და ყველა დომეინთან ურთიერთობა ვისწავლე და ისევე მნიშვნელობით უდგები საკუთარ, ვთქვათ, მეგობრებთან, შულთან თუ თუნდაც ცხოველებთან ურთიერთობას, რომ ძალიან მიყვარს და თუნდაც სცენარებთან ურთიერთობას, როგორც შეიძლება უდგები საქმეს რა. ეხლა შენ რა საუბრობდი ამ ყველაფერზე და ამ ჟურნალს რო შევხედე, მე გამახსენდა რა მომივიდა ყველაზე მეტად მე რამაც მოახდინა ყველაზე დიდი შთაბეჭდილება ამ წიგნში, პრიორიტეტების მატრიცაზე, აი რა არის პრიორიტეტული, რა არის ურგენტული, რა არის საჩქარო, რა არის რეალურად მნიშვნელოვანი, აი მაგ მატრიცამ იმუშავა და საბოლოო მოახდინა ჩემზე ყველაზე დიდი რა და პრინციპში ბარემ მკითხავ, ეხა ეს გასაგებია, მაგრამ აი სანამ ამის ვთქვათ, ჩამოყალიბებამდე მიხვალ, მაგ მატრიცაში გააგშენს დაალაგებული რაღაც ცოტა უფრო დიდად საკითხები, რა არის ურგენტული, რას აქცევს საერთოდ ყურადღებას, რას არ უნდა მიაქციო და ასე შემდეგ. ხო, ეს ჩემთვის ასე ბოლოსში ვსაუბრობ, მაგრამ ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი 7 ჩვევიდან ერთ-ერთი ეგ არის რა, რომ მნიშვნელოვანი საკითხები პირველ რიგში. და ყავს 4 კვადრატად, ხო? ერთი არის სასწრაფო და მნიშვნელოვანი, არასასწრაფო და მნიშვნელოვანი, არც სასწრაფო და არც მნიშვნელოვანი და ნუ მეოთხე არც სასწრაფო და არამნიშვნელოვანი დელეგირება შეიძლება. ხო, ეს 4 კატეგორიად რა. კი, მე ჯერა რომ ყველაზე მნიშვნელოვანი არის თუ წარმატებას გინდა მიაღწიო ნებისმიერ დომეინში, დიდი დრო დაუთმო არასასწრაფო და მნიშვნელოვან იმეებს რა ქვია, საკითხებს რა და სწორედ მაგაში გჭირდება დაგეგმარება, იმიტომ დაგეგმარების გარეშე არ მოგაწყვება. და უმეტესი ადამიანები დროს ხარჯავენ იმაზე რაც აწყვებათ და ხშირად ანუ აწყვებათ რა სასწრაფოები, მაგრამ მნიშვნელოვნებიც და არამნიშვნელოვნებიც. და აქ ძალიან ისეთი რამე შემოდის, რომ როდესაც გაწყვება რაღაცა და მით უმეტეს არამნიშვნელოვანი, შენ შეიძლება მაინც აკეთებდე იმას, იმიტომ რომ არასთქმა არის. რატო არის არასთქმა? იმიტომ რომ საკუთარი იმიჯი უფრო გადარდებს, ვიდრე საქმე და ვთქვათ, როსხვების თვალში როგორი გამოჩნდები რა და ამიტომ იმისთვის რომ შედეგი მიიღო და ეფექტურად მართო საკუთარი ცხოვრება, უნდა ხარჯო დრო ნულამდე ვერ დაიყვანს სასწრაფო და მნიშვნელოვნს. რა თქმა უნდა იქნება, მაგრამ რაც უფრო მეტ დროს დახარჯავ არასასწრაფო და მნიშვნელოვნზე, მით უფრო მეტად შეამცირებს საბოლოო ჯამში აუცილებლად ჩემი გამოსცემებით, აუცილებლად ეგრეა, მნიშვნელოვნად ამცირებს სასწრაფო და ურგენტული საქმეების რიცხვს. ხო, სასწრაფო და მნიშვნელოვნის კეთებას კიდე ერთი ჭყალებში ბენეფიტი აქვს რა, საკუთარ თავს თვლი მაგარ დაკავებული. ხო, კი. ეს შენს ეგოს მაგრად ვარცხნის რა. კი, ზუსტად მაგიტომაც ამობს ყოველთვის, რომ შიგნიდან დაიწყებ, შიგნიდან თუ ვერაცნობიერებ, შენ ეგოს ყვებაში ხარ მუდმივად, აკეთებ სასწრაფოს და მნიშვნელოვანს და სასწრაფოს და არამნიშვნელოვანს და სასწრაფო და არამნიშვნელოვანი არის, რა ვიცი, ზარ ვიღაცების მეილებზე პასუხობ, ვიღაცების ტელეფონებზე პასუხობ, რომელიც ნუ ესე გქონია, რომ სახურებაში ხარ სხვებთან, მაგრამ რეალურად საერთოდ სხვა მიზანი გქონდა, ეხლა მე პარასკევისთვის მინდოდა რომ შულთან ერთად კინოში წავსულიყავი, მაგრამ რო გადავხედო უკანა პერიოდს და ეს ყველაფერი აურიცხო და ჩამოწერო, აღმოაჩენო რომ 80% იმიტომ ვერ წახვედი შულთან კინოში, რომ დაკავებული კი არ იყავი, არამედ რეალურად ძალიან ბევრ სასწრაფო და არამნიშვნელოვან სასწრაფო სხვების მაგის რეფლექსიას. კი. ანუ წინა კვირის აუდიტივის მაგვარს აკეთებ, რაში დახარჯე დრო. ერთი ძალიან დიდი აუდიტი გავაკეთე ერთი თავიდან. ერთი თავიდან, რომელმაც იმდენად ამის გაცნობიერებამ, იმდენად დიდი ენერგია მომცა მე, რომ მე გაცილებით ნაკლებად იყო საჭირო. აი მე რო თქვი დროის მენეჯმენტის ასე კურსს გავდიოდი, დამაინტერესა რა, თეორიაში ბევრი რაღაცა მეც ვიცი რა, პროდუქტიულობის ისეთი და გამომიცდია კალენდარიც, დაგეგმაც ყველაფერი მუშაობს რა, აი მნიშვნელოვნად რეკომენდაციას უწევ, მაგრამ სულ სადღაც ვიჭედები ხოლმე, არ ვარ კმაყოფილი უფრო სწორად იმით რა, და უცებ დამაინტერესა დროის მენეჯმენტი. ხა იგი თუ კითხე, ანუ აუდიტს რაში ფლანგავ დროს მაგას აკეთებ თუ არ ვიტყვი, ყველაზე მეტად მე შინია მაგის გაკეთებელთ, რომ ზუსტად ვიცი რომ ერთი კვირაში ალბათ ერთი 10 საათი ამოვა თუ მეტი არა.
როცა საკმაოდ ფლანგავ დროს თუ მეტი არა. მინდა რომ მეტი мотиваცია მოგცე რომ კარგად გააკეთო, იმიტომ რომ მინიმუმ აღმოჩენა რომ 3-ჯერ მეტი გამოვიდა. მართლა? კი. ანუ ძალიან ბევრს ფლანგავ. ანუ ჩემთვის ეს იყო ძალიან ფლანგოა ხო ისეთი სიტყვა რა მოდი ნუ ვიხმართ. არა მნიშვნელოვან ცხოვრობ, ესე ცხოვრობ. შეცვალე პარადიგმა და ფლანგვა არ დაუყო. ხო, ესე ცხოვრობ ფლანგ, მაგრამ ეს იყო როგორ აღწერთ, ძალიან დიდი აუდიტი გავაკეთეთ, რა მთელი ძალიან დიდი პერიოდის ერთი თვისაც და იმასაც და რეალურად ხედავ. რამე პროცესი არის, როგორც აკეთებ ამ აუდიტს? ხო, რაღაც პროცესი იყო, რომელიც გავიარე უცხოელ რაღაც კონკრეტულ ორგანიზაციასთან ერთად რა, რაღაც წლების წინ და დავინახე, რომ სტრუქტურა აქვს, რამე. სტრუქტურა, კი და ნუ ძალიან ცოტა ღრმად შედის, არა მარტო ტექნიკებში, არამედ ისევ არის რაღაცა ფსიქოლოგიურ საკითხებში შედის და შეიძლება მითხრა რა კურსი არის. კურსი ან მე მითხარ თუ ხარ რა. ხო, არა, ნუ არიან შვეიცარიელი, იტალიელები, რომლებიც რობერტო დაჯიგრები? ხო, ოღონდ მათი ერთ-ერთი ოკეი, რობერტო დაჯიგრები. კი ბატონო, გენივის. კი, მათი ერთ-ერთი კონკრეტული რა. და აქ აი იმის გაცნობიერება, ჩემთვის აი ძალიან დიდი ენერგიის მომცემი გამოდგა და ძალის, რომ გაცნობიერება რომ თურმე დაკავებული კი არ ხარ. უბრალოდ ხარ მსხვერპლის როლში, ხარ ვარ მსხვერპლის როლში, ვარ მუდმივად იმას რომ გარე ფაქტორები განაპირობებია, ანუ რეალურად აი აცნობიერებ რომ შენ არ მართავ შენ თავს. ანუ პირდაპირ გარე გამაღიზიანებელი ფაქტორები განკარგავენ შენ ცხოვრებას. და ანუ შენ თუ 70%, 20-30%-ს აკეთებ იმას, რაც შენ გინდა. აი ამის გრძნობა და გაცნობიერება არის ძალიან დიდი ენერგიის მომცემი. აი თითქოს აი მეორედ გიჩნდება უზარმაზარი რესურსი ცხოვრებაში იმისი, რომ რაღაცა მეტი გააკეთო, ოღონდ მეტი გააკეთო, არ გულისხმობს აუცილებლად წახვიდე, მე ამ გამოთავისუფლებული რესურსით შენ გადაწყვიტავ. მე წავიდე ისევ საქმეს მოვახმარო, ოღონდ მე თვითონ გაცნობიერებულად თუ შულთან მეტი დრო გავატარო. რამდენი წარმატებული ადამიანი ეგინახავთ და მე მყოფილვარ, რომ ძალიან წარმატების პერიოდშიც ყოფილვარ, ძალიან თითქოს ყველგან და ყველა დომეინში თუ ყველა ასპექტში ყველაფერი კარგად უნდა ყოფილიყო, მაგრამ ანუ რომ კითხა ჩემმა ერთმა მეგობარმა, ბედნიერი ხარო, აი გულწრფელად უპასუხე არ დაემალოს, რომ არა. ანუ რაციონალურად რომ დაგელაგებია ჩემ ცხოვრებაში რა ხდებოდა, გიჟია ეს ბედნიერი, ანუ ლოგიკა არ იყო რომ ბედნიერი არ ყოფილიყავი რა. და ძალიან ბევრია თუმცა წარმატებული რაღაც, მაგრამ იქ მე ამბობს რომ აი სამაგიეროდ მეუღლესთან რაღაცა მიჭირს, შვილთან მიჭირს ურთიერთობა, ვერ უგებთ საერთო ენაზე, ვერ ვლაპარაკობთ. აი რაღაცა და ამის გამო თითქოს მაინც მაგას განცდა რომ აი ეს არის რა და აი რო ხვდები რომ ამ ხელა დრო შეგიძლია შენი თვითონ მართო ეს რესურსი ხო? მე შეგიძლია იმის მიხედვით ინვესტიცია გააკეთო ამისი შვილთან ურთიერთობაში, მეუღლესთან ურთიერთობაში, მეგობრებთან ურთიერთობაში და ცოტა დააბალანსო საკუთარი ცხოვრება. და ამითი მე შენ რეალურად მიიღო ეს გადაიტანო ისევ ხერხის გასალესად გამოიყენო. რა გეხვა გამიშთა იცი? არის რაღაცა აი ამ ჩვევებში, რასაც შეეკამათებოდი რაღაცა დონეზე, რაც კორექტირებას შეიტანდი, თუ აი პრინციპში გატესტე და არ დაგჩენია ეგეთი განცდა, რომ რაღაცა არ იყო თლათ მუშა მოდელი არ იყო. მე გამოვყოფთი აქ ისეთ საკითხებს, რომელიც შეიძლება იყოს საკამათო რა და თუმცა არ ვიცი რამდენად გვაქვს ახლა დრო არა ბევრი ანუ ალბათ ცალკე იმის საკითხია რა არის მაგალითად მე ძალიან ჯერა ხო ეს არ ნიშნავს რომ მე ვეკამათები რა იმიტომ რომ მე ძალიან ბევრ ამას ვიზიარებ მათ შორის მაგრამ მე გამოვყოფ საკამათო საკითხებს რომ მგონია რომ საკამათო შეიძლება გახდეს მაგალითად იფიქრე win-win ანუ ყველამ რომ მოიგოს და კი მე მჯერა რომ ძალიან კარგია და მე მჯერა მაგისი რომ ეს ყველამ რომ მოიგოს ამ ურთიერთობებით ყველაზე სტაბილურ და გრძელვადაში იმას ბაშედებ რა ზრდად საქმეს ურთიერთობას უკეთეს და შემდეგ მაგრამ შეიძლება გახდეს საკამათო როგორ ყველამ რომ მოიგოს თქვა თანამედროვე ძალიან კონკურენტულ კაპიტალისტურ სამყაროში გადარჩენადი მოდელია, კარგი კითხვაა რა და შეიძლება გახდეს ეს აქ მის ამბავი ხო არ არის მოგების. ნახე აი მაგალითად რომ ძალიან მარტივ დონემზე რო დავიყვანოთ რა. რაღაცა ფასის მოლაპარაკება რო აიღო რა. პირობითად ვიძახი რაღაცა მე მინდა რომ 5 ლარი გადავიხადო, შენ გინდა რომ
5.5 გამომართვა. აი მან რა უნდა იყოს ორივე მოვიგეთ რა მე ხო ახმა ჩემთვის ხო ახმა უნდა იყოს რომ ამეთ 5 და 25-იც მოგება და შენთვის ახმა უნდა იყოს რომ ამეთ 5 და 25-იც კაი ფასი არის თორე შენ თუ ეგ ახმა არ შეცვალე შინაგანად წაგებული გახვალ რა მე რო ფიქრობდი რომ რავი კაი მოგონი მოვიგეთ ორივემ აი ეგ რა უყო მაგას კი ბატონო ყოველ აქ ამბობს ეგეთ რაღაცას ორივე მოგება win-win ეს ხო ორივე რომ მოიგოს ანუ win-win-ი რა გაიხო ყველა გამარჯვებას ან უარი გარიგებას ორივე მოიგოს ან უარი გარიგებას მარტო ბიზნეს არ ეხება შულთან ურთიერთობას ეხება შენ რასაც აღწერო თუ 5 და 2.5-ია და არ გვაწყობს არ არ გვაძლევს არ უნდა გავრიგდეთ უბრალოდ რა მაგრამ თუ მე 5-ს გიხდი შენ 2.5 არის ძალიან დაბალი ფასი მაგრამ მე 5-ს რო ვიხდი აქეთ ისეთ რამის გაკეთება შემიძლია რომ 25 მიხდება ეს 5 იმიტომ რომ შენ მარტო 2.5 გაგ და მაგას ვერ გახდი მე შემიძლია რომ 5 კი არა და რეალურად 5 ღირს შენ იმეტი არ ღირს და მე თუ 25-ს ხვდი შემიძლია 7 გადაგიხადო და შენ 4.5 აგაღებიო იმიტომ რომ მე თქვა აქეთ 25-ის რესურსი მაქვს რა ეგ არის ორივე მოიგოს ფილოსოფია ის ვინც კონკურენციით და დაჩაგვრით უდგება იტყვის რომ იმის 2.5-ზე მეტი არ ღირს არავინ ამაში მაგის კაპიტის მეტს არ გადაიხდის და არ გავაკეთებთ გარიგებას რა რატო უნდა გადაუხადო 2.5-ზე მეტი პირობით მარტო იმიტომ რომ შემიძლია რომ ეხლა არ გადაუხადო და გამოვიყენო ეგ რეალურად გარიგება არ გააკეთოს და საბოლოო ჯამში თვითონ შეეძლო რომ ის აქეთ ხარეს 25 გაეხადა და 25 ანუ მაგას ამბობს ჩემ აქმაში ყოველ მიეცი იმაზე მეტი ვიდრე ღირს თუ შენთვის ბევრად მეტი ღირს და ორივე მომგებია ორივე მოიგეთ რა ან კი ბატონო ნუ გააკეთებთ გარიგებას რა და ეს ეხება ურთიერთობასაც ურთიერთობაში მარტო ერთი თუ აკეთებს ინვესტირებას ეს ურთიერთობა არ არის მდგრადი კიდე ეს იყოს ისე ვამბობ მეგობრული ურთიერთობა პარტნიორული ურთიერთობა თუ შულთან ურთიერთობა რა ეს ინვესტირება უნდა იყოს ორივესთვის მომგებიანი და ორივე დრო რაღაცა დროს შეიძლება კომპრომისის ხარჯზე იმის ხარჯზე ერთ-ერთმა გაიტანოს ეს ურთიერთობა ნებისმიერი კოლეგიალური კიდევ ერთხელ ვამბობ მაგრამ რაღაცა დროის შემდგომ ის აუცილებლად იმას იზავს რა დასრულდება ან ცუდად ან გაყრით ან არ არის მდგრადი. ქონია თუ არა კარიერაში მაგ თემაზე ალბათ ქონი მაგრამ მაინტერესებს დავები, კამათები მაგის გამო ყოფილა თუ არა რომ შემდგომი იქნებოდა თუ კოლეგა იქნებოდა მაგ თემაზე მარტო იმიტომ რომ თქვათ მეორე მხარე იყო რომ მოდი მოვიგოთ ბოლომდე ჩვენ ჩავაჭიროთ იმიტომ რომ შეგვიძლია და შენი ძახთი რომ არა არ ჩავაჭიროთ. იმიტომ რომ წააგებს ის მაგ დროს. იქ თუ ქონია უბრალოდ სახელების გვარების რა თქმა უნდა სიტუაციების გარეშე ხარ. კი ქონია გამოცდილება საქმეშიც და ზემდგომთანაც და კონდომთანაც და ჩემთვის ანუ ეს რა აქვს მნიშვნელოვანი არ გავიგოთ რომ ეს ორივე მოიგოს არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს რომ მეორე მხარეს ყოველთვის უნდა pleasing-ით როგორ იქნება? 100 მეორე მხარის სიამოვნებაზე იყო. არავითარ შემთხვევაში ეს ამას არ გულისხმობს რა. აი ყველაზე კარგი დიდ გარიგებებზე რო არ ვილაპარაკო, ყველაზე კარგი ის ქონდა გამოცდილება, რომ ჩვენ ვცდილობდით, რომ რაღაც ეს პროცესი ქონდა, რომ ფუნქციების დელეგირებას ვაკეთებდით რა, რომ მოდი ჩვენ მენეჯმენტმა რაღაცა ის ვქნათ, რომ ეს ფუნქციები ჩავიხსნათ, სხვა რამეზე გადავერთოთ განვითარებას და ადამიანებს მივცეთ ერთმანეთთან ადამიანებს და ინსტიტუტებს თუ დაწესებულებებს ერთმანეთთან ურთიერთობის საშუალება და მჯეროდა და მართლა დღესაც მჯერა და რომ თუ ორივე მაგრამ ჩვენ მე რო ხედავდი რომ იქ ამორს შორის იყო დავიჯერებდი რომ იყო გარკვეული ორივე მხარემ რომ მოიგოს ეგეთი გარიგების რესურსი და შესაძლებლობა რა და ამას ვაძლევდი ამ დაჯერებით ანუ არ უშვებდი რომ ნოუდილი შეიძლება ყოფილიყო რა და რეალურად რომ მიდიხარ იქამდე რომ ამათ ეუბნები რომ მოდი თქვენ ერთმანეთში ხავ შეთანხმდით და მოვილაპარაკეთ რა და იქ ვერ თანხმდებიან ხო და მე ანუ აძალებ შეთანხმებას რა მე ისინი კი რაღაცაზე შეიძლება იმიტომ რომ დამავალეს შეთანხმდნენ მაგრამ რეალური ორივე მხარე მოიგოს გარიგება არ არის აუც ყოველთვის შენ პრაქტიკაში ერთ თვეში შეიძლება ერთი კვირა გასტანოს სამი თვე გასტანოს მაგრამ შემდგომ ეს გარიგებები იქნება და ეხლა გიგახსენდა მათ შორის ჩვენი ძალიან ბევრი თუმცა მართლა არ გულისხმობდი ველოდებოდი როდი არა ეგრევე გამახსენეთ ჩვენს შორითაც ძალიან ბევრს ქრონიკულად მაგ იმაში ვიყავით რა ჩვენი ბიზნეს მოდელი მაგაზე იყო ბიზნეს მოდელი მაგრამ იგივე გადამქონდა მე ხვევითაც რა ეგ არის კრიტიკული კომპონენტი ანუ ამ ყველა მოიგოს პარადიგმაში კრიტიკული კომპონენტი არის რომ დაუშვათ შესაძლებლობა რომ შეიძლება შეთანხმება ვერ შედგეს კი და უნდა იყოს შენ თუ მაგას არ უშვებ მაშინ ყველა მოიგებს არ
არ მუშაობს. იმიტომ რომ მათ შორის მე მოვიარეს რომ არ მინდა შეთანხმება თავი დამარები და ეგეც მოგება სიტუაცია, იმიტომ რომ შეთანხმება არ შედგა და დაძალება არ იყო. მან რეტროსპექტივაში რო თქვა და გინდა რეტროსპექტივის გარეშეც რო თქვა რა, მან კიდე ძალიან მნიშვნელოვანი ეგეთ დროს ჩემი აზრით მხარეების მიერ მოგება დრას აღიქვამენ მაგაზე მუშაობა, მოდი ესე ვთქვათ რა, იმიტომ რომ ხო რეალურად ხშირად ჯინიანდებით, იმიტომ რომ ჩემ წარმოდგენაში მოგება არის მხოლოდ XY. ხო, აი ესე ჯერა მე ხო, გაწურვაები გულისხმობ შემთხვევაში რა XY, ანუ სხვანაირ მოგებას მე არ უშვებ, იმიტომ რომ ჩემს twin-ში დარჩენილია კიდე იქიდან წამოსაღები რესურსი და მე თუ ბოლომდე არ მომაქვს. მაგას გულისხმობ. ხო, ცოტა ისა ვარ, ნაწყენი ვარ რა. აი მაგალითად ეგ ამბავი მიფიქრია როგორც დიდი შესყიდვები როცა გაქვს დიდ კომპანიას რა. ეს bargaining power ქართულად ანუ მოლაპარაკებაში უპირატესობა დიდ კომპანიებს ბერკეტი ხო მოლაპარაკებებში ბერკეტი დიდ კომპანიებს დიდი აქვს ხა დიდი შემსყიდველი როა და რაც რო კიდულობს რაც უზარმაზარი რაოდენობის რაღაცა პროდუქციას ტენდერში რო შედის როგორც წესი მომწოდებლებს კიდე მომისმენი ერთი მომწოდებლისგან რომ არ შევდივარ კონკრეტულად აღარ შევდივარ კონკრეტულად ამ კომპანიის ტენდერში იმიტომ რომ აზრი არა აქვს რა გამომწურეს ბოლომდეო და ერთი შეხედვით შეიძლება მომგებიანი ჩანდეს, მაგრამ მთელი რესურსი მიაქვს და ძალიან ცოტა მრჩებაო და პირველად დავაფიქსირე ეგ რომ შეიძლება შემსყიდველმა კომპანიამ წააგოს იმითი, რომ კარგი ფასი წამოიღოს ტენდერიდან, იმიტომ რომ უბრალოდ კარგი მიმწოდებლები დაკარგა რა. ანუ ის ვისაც კარგი მიმწოდებელი იყო, ისინი დაკარგა, იმიტომ რომ მაგ ფასად უბრალოდ აღარ უნდოდა რა თემა. და მან გავაცნობები, რომ ვა, ანუ შეიძლება მაგითი წააგო უბრალოდ რა, გრძელვადაში გიწევს ხო 1-2 წელი გითვენენ და მე დამანებას გეუნებიან. კი და ზუსტად ეს არის გრძელვადიან ურთიერთობებზე, ხო არ არის რაღაცა ერთჯერად მოკლევადიან გამარჯვებებზე რა და არის გრძელვადიან და გრძელვადაში კი ეგრეა რომ დიდ კომპანია, პატარა ხარისხიან კომპანიებს აქვთ რესურსი დიდ კომპანიაზე რომ უარს ეტყვიან აღარ მონაწილეობენ და იმას მოუწევს მე რომ ან ისინიც ახეიროს. უბრალოდ მანდაც მანდაც მსხვერპლი იმის იმაზე მივდივართ რა. პატარა ესეთი ხარისხიანი პატარა კომპანია ხშირად გამონაკლისების გარდა ბუნებრივ 100%-ს არ გულისხმობ, ხშირად ირჩევენ მაინც ამ ურთიერთობას მცირედ იმის გამო და მერე მსხვერპლის როლში არიან და იმას გაცნობიერება რომ მათ არჩევანი აქვთ. მათ შეეძლოთ არ მიიღონ მონაწილეობა და საშუალო და გრძელვადაში მათი სხვა არჩევანი და არ მონაწილეობა რეალურად შეიძლება უკეთეს შედეგი მიიღოთ საშუალო და გრძელვადაში ხო ხშირად ამას არ ვაქცევთ ყურადღებას რა რაღაცებს ყვებოდ ბოდიშს შეუცებ გადავხდები უკან რა ცოტათი რა ამოდენიმე რა ხსენე რაღაც ადამიანები რომლებმაც რაღაც შენ რჩევა მოგცეს რაღაცა გითხრეს რომელმაც ამათ ძალიან დიდი გავლენა იქონია ესე ვთქვათ რა. და რატომღაც წამევიდა ფიქრი იმისკენ რომ ამ ხალხთან შესაძლოა იყავი ასევე პროფესიულ ურთიერთობაში ასე რომ ვთქვათ რა და გამახსენდა კიდე ერთი ესე ვთქვათ ჩვევა ასე ვთქვათ რა სინერგიის მიღწევის ჩვევა რა და ჩვევა ხო ჩვევა აი ეს მოდელი რა რომ შესაძლოა 1+1 2-ზე მეტი იყოს სინერგიის ხარჯზე. მაგის რეალური გამოცდილება გააქვს? საბედნიეროდ კი, მაქვს მაგის გამოცდილება და ზუსტად ადამიანები ვინც ვახსენე და ეხლა დღეს ამ თემაზე ვისაუბრეთ და ვიგულისხმე კონკრეტული ადამიანები, თორე ჩემ ცხოვრებაში ძალიან ბევრი ადამიანი არის სხვადასხვა თემაში, რომელსაც ძალიან დიდი გავლენა აქვს მოხდენილი ჩემზე და ძალიან მადლიერი ვარ ამ ადამიანებისთვის და მე მithქვია ამ ადამიანებთან ამ საკითხზე მისაუბრია და ყოველის ძალიან კარგად აქვს ეს ჩამოყალიბებული, როცა ამბობს რომ ჯერ იწყება დამოუკიდებლობა პერსონალური, ხო? მე არის პირველი ის არის რომ ხარ დამოკიდებული და ეს ისე ფსიქოლოგიურად მისია, მაგრამ ძალიან ფსიქოლოგიურია, რომ ბავშვიც რო იბადება ძალიან დამოკიდებულია მშობელზე, მაგრამ მე ვიზდებით და ზოგი ადამიანი რომ სიცოცხლის ბოლომდე დამოკიდებული რჩებიან ფსიქოლოგიურად სხვაზე, ეს სხვა ეს დამოკიდებულება შეიძლება იყოს მეუღლეზე დამოკიდებულება, ემოციურ დამოკიდებულებაზე მაქვს საუბარი, ხა საუბრობ სხვა ფინანსურ სხვა შეიძლება ვიყოთ კოლეგა, ანუ შინაგანი მდგომარეობის ადამიანი დამოკიდებული. მეორე მდგომარეობა არის, როდესაც არის ადამიანი დამოუკიდებლობის განცდა აქვს და უკვე გაიზარდა და უკვე რაღაცას დამოკიდა ჩვენ
ძალიან გგონია და მეც ძალიან მეგონა რომ აი დამოუკიდებელი მარტო რაღაცებს ვაკეთებ და მქონდა ეგ პერიოდი რომ რაღაცა მარტო ადამიანი ვარ და რაღაც მარტო ქენი და რაღაც მაგრამ რეალურად მესამე და ყველაზე მაღალი დონე რეალურად განვითარებისას კოვემოს არის თანადამოკიდებულება. და ჩემთვის აი ეს ადამიანები ხა ვინც ვახსენე და სხვა ანუ აი ამ თანადამოკიდებულების ნაწილები არიან, სადაც მე ვაცნობიერებ, რომ ძალიან დიდი გავლენა აქვს ამ ადამიანებს ჩემზე მოხდენილი, მაქვს საშუალება და უფლება რომ დღესაც თუ დამჭირდა მე ადამიანებთან და ამ ადამიანებში შენ შედიხარ გივიკო ერთ-ერთი და გვილაპარაკ მithქვია მე შენთვის შენ ჩემთვის რამხელა ერთ-ერთი ის გაკმოცემული ბიძგი ძალიან მნიშვნელოვანი აი მაშინ რო ვიყავი 17 წლის და მე მადლიერი ვარ რომ მაქვს ეს საშუალება რომ ამ ადამიანებთან თუ დამჭირდა რამე დღეს დამჭირდება ყოველ დღე უფრო სწორედ ან ყოველ კვირა აი ამ თანადამოკიდებულებით სინერგია შევქმნა და უფრო გადავამოწმო ჩემი ხედვა დავამოწმო ჩემი რაღაცა განზრახვები და რაღაცა მივიღო მათგან ეს რჩევები და რაღაცა ერთად კიდე უფრო რაღაცა უფრო მეტი და უფრო უკეთესი შევქმნა და ყოველ სხვათა შორის ამბობს 1+1 2-ზე მეტიაო კი არა პირდაპირ ამბობს რომ 1+1 თუ არ ვშტები 10 თუ რაღაც ესე ახსენებს ან რაღაცა ხო აი ბევრად დიდი რიცხვს ამბობს რა ეხა მე არ ვამბობ ეხა რიცხვებში ვერ გავზომავ ამას ნამდვილად და ვერც დავეთანხმები და ვერ შემეწინააღმდეგები მაგრამ კი ანუ კოლექტიური ცნობიერი არის ბევრად ძლიერი და არ ყოველზეც რო არ ვისაუბროთ აი ხელოვნებას რო გადავხედოთ რა ყოველთვის აი რაღაცა სასწაული რაც იქნებოდა როცა რაღაცა კოლექტიური ცნობიერების ხარჯზე იქნებოდა და აი ფილოსოფიურად თუ არ გამომივიდეს ხო აი პირამიდების აშენება მაგალითად დღემდე გონია რომ რაღაცა სასწაულმა ააშენა არა და უბრალოდ ყოველდღე იღვიძებდა რავი რამდენიმე ათეული ან რამდენიმე ერთეული მილიონი ადამიანი და კოლექტიურად ამის აშენებაზე ფიქრობდა და ეს შეძლო მერე მოდის ხელოვნების ისინი ხო ხანები რა ეს პირობითად რაღაც იმპრესიონიზმი რაღაცა იქ კლასიკური მუსიკის ხანა იქ და ხო დაკვირვებული ხართ რომ რაღაც ეს ხანები აქვს რაღაცა პერიოდები და მე ისეთები აღარ იქნება როგორც წესი რა ხო როდესაც ბევრი ადამიანი ერთად ფოკუსირდება და ზუსტად და ესე რომ ზუსტად ბევრი ადამიანი ერთად ფოკუსირდება ერთ თემაზე და მაშინ ქმნიან აი რაღაცა სასწაულს აბა ეხა შევთანხმდეთ რომ კლასიკური მუსიკა რო დაიწერა რაღაცა მე მეტრო 19 კი მე 20 რაღაცები იქნება ძალიან ღირებული მაგრამ ის ერთიანად შევარდნილი ყველა არტისტი მაგას ხო და მაგასთან იგივეა რომ როდესაც ბევრი ადამიანი რაღაცას ერთად აკეთებს მათ სასწაულის მოხდენა შეუეხა 10-ია ეს ენერგია 10 გაძლევს 2 გამრავლს გაძლევს 7 ჯამზე უფრო მეტია მარტივ ჯამზე უფრო მეტ შედეგს გაძლევს რა შენ ხა გაქვს ძალიან საინტერესო ეპოქა რა დიდი კორპორაციული ცხოვრებიდან გადახვედი მეწარმეობაში ანტრეპრენორობაში შენი საკუთარი ბიზნესი გაქვს რა საცალო ვაჭრობაში ხარ შესული რა სხვაობები არის პირველი აი ყველაზე ესეთი ბახუცებ რაც მოგხვდა რა იქით და აქით რა შეიცვალა პირველი ბახ რაც მომხდა ცოტა ის არის რა 40 წლამდე რო ენტერპრენორების გამოცდილება არ აგაქვს და ვერ იწყებ რა და თაპირიქით 40 წლამდე რო 23 წლის კორპორატიულ რაღაცა მაშინ გარემოში ის გაქვს რა ოპერირების გამოცდილება ძალიან დიდი განსხვავება ძალიან თუმცა ერთი ის რაც არის რომ მე რო დავიწყე კორპორატიულ სამყაროში 17 წლის ასაკში 23 ადამიანი მუშაობდით მაშინ და ეს რაღაცა თითქოს ერთად ჩემ ხელში აუენტერპრენერები და რეალურად კოლექტიური ენტერპრენერშიპი იყო ისიც რა და რაღაც კუთხით არის თუმცა მაინც რაღაცა სტაბილურობის თავარი განსხვავება რაც არის სტაბილურობა ანუ შენ როცა ხარ კორპორატიულ სამყაროში რა თუ რა პოზიციას ავნებ ხარ სტაბილურად რაღაც შემოსავალი გაქვს რაღაცა სტაბილურად და იცი ყოველ დღე რომ რაღაცა დილას რო ადგები რაღაცას ამას ვიხარ მე წავალ იმას ვიზა იქ უნდა მივიდე იქ უნდა ისტორიული მონაცემები გაქვს რომელზეც შეიძლება დაეყრდნო ხო და რაღაცა ხო ნუ ის გაქვს და ბიუჯეტს გააკეთე ხო ბიუჯეტს რაღაცა და ნუ მაგრამ სტაბილურად ხარ რა ასე თუ ისე რა და ანუ ინტერპრენორში არ არსებობს ანუ ერთის ხრივ გაქვს თავისუფლებაც მაგრამ თავიდან უფრო მეტი თავისუფლება მქონდა რაღაცა ეტაპამდე რომ მივედი მე გავაცნობიერე რომ ეს თავისუფლება ცოტა გერთმევა რა იმიტომ რომ
უფრო მეტი და მეტი სიტყვის და ჭირდება და მეტი რო გჭირდება, მაგრამ აქაც გაქრევ და თავარია რომ არ არის სტაბილური. და ანუ სტაბილურობიდან არასტაბილურობაში გადასვლა, ანუ ერთ-ერთი ყველაზე რთული ის არის რა, გამოცდილება იყო ჩემთვის, თან პატარაობაში არა რა, ну საკმაოდ შედარებით დიდი სახში რა. თუმცა რაც ყველაზე მეტად მეხმარება აქ არის, რომ ანუ ერთის მხრივ არის რომ ეს წეგან ვახსენე რა ძალიან მნიშვნელოვანია კონდეს ხედვა, კონდეს ენერგია და კონდეს გეგმა რა და ამ სამივე ყვებო რა და მე ენერგიას ყვება პირობითად რაღაცა ჩემი რა თქმა უნდა ყველამ თავისი უნდა ნახოს და მნიშვნელოვანია და რატოა ეს კიდევ ერთხელ მნიშვნელოვანი იმიტომ რომ არ ვიცი ზუსტად ვინ თქვა, მაგრამ ძალიან კარგად ჩამრჩა და მით უმეტეს ძალიან მადლობა ეხლა რომ სტარტაპები კვდებიან არა მაშინ როდესაც აქციონერს ფული უმთავრდება რა სტარტაპები კვდებიან მაშინ როდესაც CEO-ს ენერგია უმთავრდება რა შეიძლება თქვენ იცოდეთ და ძალიან ის არის ძალიან ჩემთვის ძალიან ეგეც ის არის რა კიდე ენერგიის მომცემი რეალურად რომ ენერგია არ დამთავრდეს რა აი ენერგია რო არ დამთავრდეს რას ხედავ რა გინდა ანუ რა გზელვადაში რა ხედვა გაქვს შენ გინდა რომ შენი ეს სტარტაპი გადაიქცეს კორპორაციად გააქ ხედვა კორპორაციად ვერ ხედავ, მაგრამ კორპორაციას თუ გულისხმობ ზომაში შეიძლება კი ზომით არ ვიცი კორპორაციის დეფინიციად რა მე მგონია რომ რაღაცნაირი კორპორაცია თუ არის რაღაცა პროცედურების, პროცესების განყოფილების დეპარტამენტების ერთობლიობა, რაღაცა ზომაზე დიდის, კი, მაგრამ ეს კორპორაცია როგორია, ანუ ის დეპარტამენტების პროცესები რას ემსახურებიან, ეს არის უფრო ჩემი აზრით კითხვა. ხო, მე უფრო მეტად მაგას ვიძახდი, ანუ რა ვიგულისხმე, ხე შეიძლება რაღაცნაირი ოჯახურ ბიზნესისაც დატოვო, შენი ბიზნესი და რაღაც მეტი ხედვა არ კონდეს, რა თქვა, არ გააფართოო და დიდად არ კონდეს ეგ ხედვა და მეორე ვარიანტი რა ხედვა მაქვს რა თუნდაც გავიდეს საფონდო ბირჟამდე კორპორაცია გახდეს და თუნდაც მაგ ხედვას გულისხმობ შენ ხე ბევრჯერ თქვი გზელვადაში ვიყურებიო და შეიძლება 30 წელიწადში ხედავ მაგას და შენ სულ არ იყო მაგ დროს მენეჯმენტში მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ანუ მაგ გზას უმიზნებ და მაგ სტილის კომპანიას აშენებ თუ შენთვის მოყუჩებული რამოდენიმე მაღაზიის მქონე სიბერეში არ გამოურიცხავ ანუ მაქვს ხედვა 10 წლის 20 წლის მაგრამ არ გაგავის გაიკვირებს რომ არ უკავშირდება აუცილებლად ზომას. არ უკავშირდება ზომას, საინტერესო ხედვა რა. რაც ნიშნავს რომ ჩემთვის არავითარ შემთხვევაში არ გამორიცხავს რომ იყოს ლონდონის საბორჟო ბირჟის ხელაზომა და არც იმას გამორიცხავს რომ იყოს უბრალოდ კომპანია რომელსაც შეიძლება 10 მილიონი დოლარი აქვს პირობითად წელიწად შემოსავალ. რა თქმა უნდა მაგას გეგმა რომ 3 წელიწადში რაღაცა ზომის უნდა იყოს, 2 წელიწადში რაღაც ზომის უნდა იყოს, მაგრამ ეს არ არის ჩემთვის თავარი მოტივატორი ამ შემთხვევაში ამას გულისხმობ რა. ამას გულისხმობ. თავარი მოტივატორი არის რომ ჩემი ძალიან ისე რომ ადამიანების ცხოვრების ხარისხი გავაუმჯობესო და მივცე წვდომა ადამიანების ისეთ პროდუქციაზე რომელიც მათ ყოველდღიურობაში გაახარებთ რა. ეს იქნება შეიძლება ფერებით, შეიძლება ხარისხით, შეიძლება სიყვარულით, შეიძლება ბავშვს რაღაც უყარს, ანუ ყველაფერში ვცდი. ან ხელმისაწვდომობა უფრო durable გამძლე პროდუქციაზე პირობითად, ვისაც საშუალება ნაკლები აქვს რა. ამიტომ ჩემთვის უფრო აი ეს არის მოტივატორი, უფრო მეტ ადამიანს მივცე შესაძლებლობა რომ მქონდეს წვდომა უფრო მეტ ხარისხიან, მისთვის ხელმისაწვდომ და ცხოვრების ხარისხის გამოუმჯობესებელ პროდუქტებზე რა. წამოიღე მისია, ხო? შეთვის ძალიან ორგანული იყო. ორგანული იყო ეხობა. ის მისია ჩემი იყო, ანუ მაგიდან დავიწყე და იმას ჩემია ეგ რა, ჩემი პირადი მისია, ყოველდღე მაგისთვის ცხოვრობ და ამიტომ გამოვიღე და გავთვალე სხვანაირ იმაში მოუძებნე ასე ვთქვათ და შენ რო შედოქრობა ხო ეგ არის რომ ბევრი გზა არის მაგ ვისი შესრულება. რა თქმა უნდა, ანუ ის გზა ბევრია, შენ შეიძლება გზა ხო და მეცაც გეტყვი გზაზე ყოველთვის მოქნილი უნდა იყო. კი. არ არსებობს შენ გზელვადიანი გეგმა დაისახო და გეგმა და მიზანი დაისახო და გზა გაწერო და იმ გზას გაყვე. ანუ აი ესე იგი არასწორი გზით მედიხარ, თუ გზა არ გეცვლება და თუ გზები არ ყოველთვის რაღაც უცვლელობა არის, ესე იგი დიდი ალბათობით სხვა გზას ადგახარ და იქ არ მიდიხარ და ძობია რომ გაჩერდე და ადაპტაციას თუ არ ახდენ ხო ანუ ადაპტაცია უნდა მოახდინო გადააკეთო შეხედო რა გაიარეს აი წახვედი მართლა იმ გზისკენ წახვედი თუ არა სადმე ხო არ უხვევ და ამიტომ ძალიან მოქნილი უნდა იყო ძალიან უნდა იყო ჩაკიდებული შენ ხედვას მაგრამ ძალიან მოქნილი უნდა იყო
გზაში ცვლილებებზე. ხშირ შემთხვევაში სამწუხაროდ პირიქით არის ხოლმე, რომ ხედვა არ არის, მაგრამ გზაში აი აქ იმაზე არის ძალიან მოკლევადიანი, ასე ვთქვათ, გაჭედვა. ხო, არ ქონია ალბათ, ეხლა მაგასაც ალბათ თავისი ახსნა აქვს, ეხლა უცებ რო თქვი და უფიქრდი. პრინციპში ჩვენ ვართ ალბათ პირველი თუ არა მეორე თაობა, ვისაც რაღაცნაირად გზელვადიანი გეგმარების საჭიროება გაუჩნდა რა, გზელვადიანი ხედვის საჭიროება. რავი, ჩვენი მშობლების თაობას მე ჭვიმაქ, რომ ხედვა მიცეს და უთხრეს, რომ დღეიდან ეს იქნება ხენი ხედვა გზელვადაში რა და არ დაჭიროებიათ ალბათ მაგაზე ფიქრის საჭიროება არ ქონიათ რა. შეიძლება არა, შეიძლება კი, ეგრე მგონია. რა გეხმარება კორპორატიული გამოცდილებიდან და რა გიშლის ხას ანტრეპრენერშიპში თუ რა თქვა მეწარმეობაში? რა მეხმარება კორპორატიული გამოცდილებიდან, ცოდნები და კომპეტენციები. თუნდაც დაგეგმარების, თუნდაც ადამიანებთან ურთიერთობის, პარტნიორებთანაც და ვთქვათ, თანამშრომლებთან ურთიერთობის ხო, ცოდნა კომპეტენციები მეხმარება. მიშლის ხელს ისევ და ისევ მიშლის ხელს ვერ ვიტყოდი. ჩემს გამოწვევად დავარქვი მაგას, რომელიც ერთის მხრივ შეიძლება მოკლევადაში ხელს მიშლიდეს, მაგრამ კარგად შევეცდები ახსნა, რატო კიდევ უფრო მანთებს. ისევ იქნება ხელს მიშლის სტაბილურობიდან არასტაბილურობაში გადასვლა. ერთის მხრივ ხანდახან შემაშინებელია და ხანდახან შფოთის მომცემი, ხანდახან შეიძლება ნერვიულობის, ხანდახან რაღაცა ხო, ის რა, შფოთის რეალურად, მაგრამ სად მაძლევს ეგ мотиваციას რა, ანუ სად ვატრანსფორმირებ ამას мотиваციაში. იმაში რომ როგორი რაც გავიარე კორპორატული ცხოვრება და რა ვთქვათ იმ სტაბილურობაში როგორი ვიყავი რა, ის თუნდაც ისე თავისუფალ ცურვაში თუ შევალ ამ არასტაბილურ გარემოში, ხო, ჩემი თავისთვის ეგ გარკვეული ახალი მიზანია და ახალი мотиваციის მომცემი რა, რომ შევძლო ცურვა შედარებით არასტაბილურ გარემოში და არის ჩემთვის გამოწვევა, რომელსაც გარკვეულწილად мотивა და რო შევხედავ, ვა 6 თვე გავიდა, 1 წელი გავიდა და რა ვისურე, რა მაგარია და ეს мотиваციას მაძლევს პირიქით რა. მე მგონია რომ შენ რაც დადე ამ 1 წელიწადში, ხო? 1 წელი ხო და. მე მგონია რომ ძალიან კარგად ცურავ მაგ გაურკვევლობაში. არ ვიცი. მე ვამბობ ჯერ ძალიან არ მინდა ამ თემაზე გითხარით კიდევ თავიდანვე ისე, მაგრამ ჯერ ძალიან ადრეა და მომავალი წელი იქნება ის წელი, როცა მე ვიტყვი ეს, რომ აი გამოვიდა რაღაცა ან არ გამოვიდა. თავარი რაც არის ჩემთვის, რაც თავარი მიღწევა დღეს არის, რომ ვარ ძალიან კომფორტულად ნებისმიერ მოცემულობასთან რა და ეგ კიდევ უფრო ენერგიას მაძლევს, რომ უფრო კარგი რაღაცები ვაკეთებ, მე რო ვიყო ძალიან შეშინებული, რომ ვაიმე არ გამომივიდეს ვაიმე, ანუ შიშით რო ვდგებოდი ამ საქმეს, ხო, მაშინ რისკი ბევრად გაიზრდებოდა რა, არ ვიცი სწორად ვაყალებდი თუ არა, თუ ჩამეკითხეთ თუ სწორად ვაყალებდი. და რაც უფრო კომფორტულად ვუდგები ნებისმიერ შედეგს, მით უფრო მეტად მაახლოვებს ეგ სასურველ შედეგამდე მე ესე ვფიქრობ და ვგრძნობ. ერთი კითხვაც მაქვს მაგ ნაწილზე და მე მურჩები, ვიცი რომ შენ ეს საქმე შენ მეგობრებთან და ის ადამიანებთან დაიწყე, რომელთანაც დიდი ხანია საქმიანი ურთიერთობა და უკვე ღრმა მეგობრობაში გადაზრდილი ურთიერთობა გაქვს ჩამოყალიბებული. მე ჩემი აზრი მაქვს მაგასთან დაკავშირებით, მაგრამ უბრალოდ ანუ რამდენად დიდი ენერგიის, ძალის, იმედის, სიმშვიდის და მათ შორის мотиваციის მომცემი არის, რომ ზუსტად ეგეთ ხალხთან აკეთებ ამ საქმეს და არა რაღაცა უბრალოდ საინტერესო ბიზნეს გარიგება შეიძლება იყოს და მოდი დავპარტნიორდეთ თქვა. ხო, მე საინტერესო ბიზნეს გარიგებებში ცხოვრების ამ ეტაპზე მოდი დავპარტნიორდეს გამო არ შევა. არავითარი ფინანსური ინტერესის გამო. არასოდეს, იმიტომ რომ მე მგონია რომ როდესაც ბიზნეს პარტნიორს ირჩევ ცხოვრების მეგობარს, რომელთანაც გინდა რომ დრო გაატარო. რაღაცა და მგონია არა ეგრეა, ანუ დროს ატარებ ამ ადამიანებთან დროს და ეხა ცხოვრების როგორც მეუღლეს აირჩევან რაღაცა მეგობარს, იგივე ის არის ჩემთვის რა. დღეს შეიძლება რაღაცა კონკრეტულ ადამიანთან ერთად დავიწყე, მაგრამ მაქვს თავში ხედვა კიდევ ვინ ადამიანებსაც სხვადასხვა ეტაპზე დიდი სიამოვნებით, სხვადასხვა ფორმაზომით შემოვიერთებდი ამ გზაზე, თუ მომეცა ამის საშუალება, რა თქმა უნდა.
მე და შენც გვისაუბრია საწყის ეტაპზე ერთ-ერთ თუ გახსოვს, იმიტომ რომ ეს არის რა, რაღაცა, იმიტომ მე ესე ვუყურებ, ეს არ არის რომ რაღაცა მარტო ფინანსური ინტერესის გამო, რაღაცა ბიზნეს სარგებლის გამო ვიღაცასთან ურთიერთობა მქონდეს რა, არის ადამიანები, რომელთაც ურთიერთობა მიხარია და რომელთანაც ის იქნება. ეს ადამიანები არიან კი, ჩემი დიდი ხნის მეგობრები, სხვადასხვა დროს უფროსებიც იყვნენ, სამსახურში ბოსები და რავი, მგონია რომ პირველ რიგში მათთან ერთად ურთიერთობა მომწონს და მიხარია, მეორე ისინი ძალიან დიდ ღირებულებას მაძლევენ მე და ძალიან შეუძლიათ. ანუ მოკლედ ზუსტად ვიცი რომ პლიზინგით არ იქნება არასოდეს ჩემს მიმართ დაკვირვებულები და სადაც საჭირო იქნება ყველაზე სწორ დროს, ყველაზე სწორად, ყველაზე შეიძლება მტკივნეული რაღაცას მითხრან რა. და სწორედ ეგ არის ჩემთვის მნიშვნელოვანი რომ ამ ეტაპზე იყო ადამიანები რომელსაც ვიცი რომ კარგი უნდა დარწმუნებული ვარ რომ კარგი უნდა ჩემთვის საქმისთვის კარგი უნდა და ზუსტად ვიცი რომ ყველაზე კრიტიკულ დროს ყველაზე ისეთ რამეს მიყარ რასაც შეიძლება ბევრმა ვერ გამიბედოს და ვერ მითხრეს. შვენიერი. ვისტოპ რა არ შემიძლია არ დაგეთახმო რომ ეგრე იქნება. შენი ისახა ვიცი რომ ძალიან გიყვარს მოკლედ ეს სიგნალი რა და თან მომზადებულიც ვიყავი დღევანდელი ეპიზოდისთვის რა. მაგრამ მინდა გუწვრავთ გორ საერთოდ სხვა ხო, კარგია. და აი შენ რა დაგაკდა რა გინდოდა რომ გეხსენებინა და რაზე გინდოდა რომ გესაუბრა, რომელზეც ხა ჯერ არ გვისაუბრია. ის რა არის ჩემი თავდაპირველი ასე ვთქვათ მოსვლის ასე ვთქვათ მიზანი დღევანდელი დღეს უფრო იყო რომ და სურვილი, მართლა გასცემ სურვილი, რომ მე გამეხარდება თუ ძალიან ბევრი ადამიანი გაეცნობა ამ წიგნს. ხო. და წაიკითხოს. და გულწრფელად მინდოდა რომ მესაუბრა ისე ამ წიგნზე, თქვენთან ერთად ბუნებრივია რომ უფრო მეტი ადამიანისთვის გამეჩინა мотиваცია წიგნის საკითხვის რა. ხო, რას გამოვარჩევდი? ხო, რას გამოვარჩევდი? ანუ ალბათ სხვადასხვა მომენტში ხო, არ ვიცი, მოკლედ ამის თქმა ძალიან გამიჭირდება რა. რას გამოვარჩევდი ამ წიგნში? რაზე გინდოდა რა შეეხებოდი რა? ხო, პირველი ალბათ იმაზე რაც ვთქვი, რომ ეს წიგნი არ არის მისი სათაური გვაფიქრებიებს 7 რჩევა, 7 რჩევა მაღალ ეფექტიანი ადამიანის, ხო? აი მაღალ ეფექტიანი ადამიანის ჩვევებზე რო ვლაპარაკობ, ჩემ კურს აუცილებლად საქმე ხდება რა. და ეს წიგნი არ არის მხოლოდ ბიზნესის წიგნი და მხოლოდ კორპორატიული ლიდერების წიგნი, ეს წიგნი არის ადამიანურ ურთიერთობებზე, ეს არის ღირებულებებზე, ეს არის შვილთან ურთიერთობაზე და ვახსენებ ხშირად, იმიტომ რომ მე პირადად გამოვიყენებ რაღაცაში, რაღაცეებში ვერ შვები, მაგრამ ნუ შვილთან, მეუღლესთან, ყველა ადამიანის მეგობრებთან ურთიერთობაზე, ეს წიგნი არის დროის მართვაზე და პასუხისმგებლობის აღებაზე, საკუთარ დროზე და საკუთარ იმაზე, რომ შენ შეგიძლია შენი დრო მართო, ის რაც გაქვს. ეს წიგნი არის იმაზე, რომ დრო არის ძალიან სუბიექტური და რეალურად ბევრად მეტი გვაქვს, ვიდრე ჩვენ გონია, განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც ჩვენს მუდმივად სასწრაფო საქმეებში ვართ გადავარდნილი და ბევრი გარე ფაქტორები გვაქვს, ეს შეიძლება იყოს ძალიან ობიექტური საოჯახო საქმეების, არა მხოლოდ კორპორატიული და საქმის და ეს როგორ შეიძლება დაატრანსფორმირო და რეალურად ყველაზე მეტ უდროობაში აღმოაჩინო, რომ დრო გაქვს. ბევრი დრო. იმაზე მეტი მაქვს, ვიდრე არ მაქვს. ანუ იმაზე სამჯერ მეტი მაქვს, ვიდრე არ მაქვს. ეს აღმოაჩინო, ეს წიგნი არის მაგაზე. ხო, და ეს წიგნი არის იმაზე, რომ რეალურად ხო, პასუხისმგებლობა აიღო საკუთარ ცხოვრებაზე ყველა ასპექტში. თუმცა არ ვამბობ, რომ აქ არის რაღაცა კონცეპტები, რომელსაც გადმოწერ და მიყვები და გააკეთებ, ესეთებიც არის, მაგრამ ძალიან რთულია, ვერ მიყვები. ანუ უმეტეს შემთხვევაში აიღებ, ვერ მიყვები, იტყვიან. ბევრი რამე გაჩნდება, რატო არ უნდა მიყვე. აი სისულელეა, გადააგდო რაღაცა შეხვედრა რა გინდა, ფიქრე ერთი კვირა და ვერ მიხვდე რა გინდა, ანუ ძალიან ბევრი ის არის რა. ამიტომ მაინც შინაგანით დაწყება, შინაგანის სამყაროდ დაწყება მნიშვნელოვანი. რჩევა მინდა რომ კითხო სმენელისთვის რა.
აი კარიერას იწყებენ, ცდილობენ რა, რაღაც პირველ ნაბიჯებს დგავენ. ორივე გაქვს გამოვლილი, მეორეს ეხა აკეთებ უბრალოდ. მოგლეთ, სად წაიყვანდი? კორპორატიული კარიერის განვითარებისკენ წაიყვანდი, ეხანდელი გადმოსახედიდან თუ თავიდანვე ანტრეპრენორშიპში გაუშვებდი. თუ გააჩნია. აი რო ეხანდელი გადმოსახედიდან რო აიღო რა. ანუ კითხვა მაქვს. დღეს მე რას ვიზავდი? აი ვინც გვისმენენ ახალგაზრდები, რომელიც კარიერის დასაწყისში არიან, ეხა იდგამენ მე რას ვურჩევდი საით წავიდე? ხო. მე ვურჩევდი რომ საითაც არ უნდა წავიდნენ, ჩაიხედონ პირველ რიგში მომენტი დაიჭირონ, დაპაუზდნენ, ჩაიხედონ საკუთარ თავში, შეეცადონ რომ იგრძნონ რა უნდათ და თუ იგრძნეს აი ეს მომენტი, რომელსაც რაციონალურად ვერ ახსნი, ან გზნობ რაღაცას ან ვერ გზნობ, თუ იგრძნეს ის მომენტი, რომ ეს უნდათ, სადაც არ უნდა იყოს ეს კორპორატიულში, ინტრეპრენორშიპში, კერძო საქმიანობაში, ხელოვნებაში, არ ვიცი რა დაგიცნო, ის მომენტი თუ იგრძნეს, მოკიდონ იმას ხელი ჩაეჭიდონ და მთელი რესურსი და ენერგია მიუძღვნან იმისთვის, რომ თავდაჯერება ქონდეთ, გამბედაობა ქონდეთ იმისთვის, რომ გაყვნენ ბოლომდე იმ გზას, რასაც იგრძნობენ, რომ მათ ჭირდება და მათთვის არის საუკეთესო. მადლობა. შეყვარე გაქვს რამე თუ გაუშვათ ტრადიციული კითხვა? მე არ მაქვს არაფერი, ყველაფერზე ვისაუბრეთ, რაც წარმომეწონა. ძალიან კარგი. შეგვეძლო გვესაუბროთ. ტრადიციულად გვაქვს ეგეთი კითხვა. სტუმარს ვკითხებით, ზუსტად იგივე ფორმატში ამავე პოდკასტში, ამ დღეს თუ ეს წიგნი გვიდევს მაღალ ეფექტიანი ადამიანის 7 ჩვევა, შენ რა წიგნს დადებდი და ვის მოიყვანდი სტუმრად. შეიძლება სახელი გვარი არ იყოს ადამიანის, მაგრამ ეთქვათ რაღაცა, ნეირომეცნიერს პირობითად ვიძახი. ტიპაშს რა. მაქსიმზე რას დადებდი და ამაგიდაზე რას დადებდი. ამ სკამზე რა ეს შეიძლება აი ქართ ვინც კი აი ეპიზოდს გეგმავ წარმოიდგინე რა და რაღაც გინდა რომ აქ რაღაცა წიგნი იდოს და აქ ვიღაცა სტუმარი თუ ისე აუთო ჩაწერა არის კიდე თქვი გამოვუშე არა ვიხარ რა ვასახელო ადამიანი შეიძლება მათ არის რამდენად მე ხარ მოიწევა მაინდა-მაინც ჩვენ თქვი ჩვენ ვის გააკეთებდი თორე მე რა თუ გინდა არ დაასახელო სახელი და პროფესია თქვი რა შეიძლება იყოს წიგნის მათ შორის ხო მე ამ წიგნს დავადებდი თავზე და სხვათა შორის ერთ-ერთი მე შეიძლება მაგაზე მესაუბრა დღეს ეს არის ხელი ჩაკიდეთ საკუთარ შვილებს ხელი ჩაკიდეთ საკუთარ შვილებს ვა ეს არის გაბორ მატე გაბორ მატე ოკეი და დიდი სიამოვნებით დავსვავდი გაბორ მატეს სამშვილას ასე უხერხული იქნებოდა ჩემს ჩვენს მე პირიქით ჩემთვის იქნებოდა ხო ერთი და მე რეგავ მაშინ იუვალ ნოაჰარ არის შეგვიძლია დასვათ და მაგაც უხერხული იქნება კაი ეხლა ცოტა დაუფისტეთ არა მაგით თუ მეკითხებით კი ვიცით ან გარკვეული წიგნები რომ უკვე გისაუბრეთ რომ არ გავიმეორო ამიტომ მგონია რომ ამაზე როგორც მე მაქვს ინფორმაცია არა არ ვისაუბრეთ ძალიან აქტუალურია დღეს ეს წიგნი ხელი ჩაკიდეთ საკუთარ შვილებს გამორმატესი რომელიც გულისხმობს როცა კითხულობ არ ვასპოილერებ ერთის მხრივ საუბრობ შვილებთან ურთიერთობაზე და ძალიან აქტუალური დღეს 21 საუკუნეში მაგრამ იქ ასევე მოიაზრება ჩვენი შინაგანი ანუ დასრულობაში შინაგანი ბავშვი რომელიც ჩვენით ყავს აი რეალურად ხანდახან ვერც მიხვდები რომ და ვისაც როგორ უნდა ესე გაიგებს და ძალიან მგონია რომ ველური წიგნია თუმცა ხო ბიზნეს ნაწილშიც რაღაცების დაკავშირება შესაძლებელია თუ ბიზნესთან დაკავშირება ნახე ჩვენ პირად და პროფესიულს დავეპოტინებით ამ პოდკასტით რა ამიტომ ღირებული არის მათ შორის ისეთი თემები რომელიც იმიტომ მე არ მჯერა იმისი რომ შენ სახში დაულაგებელი ცხოვრება კონდეს და არეული კონდეს და კარიერაში ვარსკვლავებს წყვეტე რა სადღაც მოგხვდება ალბათ ეგეც და ამიტომ თუმცა გუგინახია ბევრი ყველაზე წარმატებულ ეს ძალიან კონტრავერსიულია თავს უნდა დავდებთ მაგაზე შენიერი ეგეთები ხდება მადლობა დიდი მადლობა